მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. ტრადიციულად ვაგრძელებთ TV26-ის ეთერში და ჩვენ სოციალურ ქსელებში პოლიტიკურ მიმოხილვებს. ამჯერად გადავწყვეტეთ დღევანდელი შეხვედრის და საუბრის თემა შეგვერჩია საკმაოდ მეტად აქტუალური საკითხი, რაც ეხება განათლების სისტემის რეფორმას საქართველოში. მოგეხსენებათ, სულ ახლა ხანს განათლების მინისტრმა დაანონსა საკმაოდ ხმაურიანი რეფორმა, რომლის ფაქტიურად ყველა პუნქტი გახდა სამსჯელო საგანი, რადგან ხშირ შემთხვევაში არც ისე მომხიბლად არ გამოიყურება მთავრობის კრიტიკოსებისთვის, მათ შორის მეც ძირითად ნაწილს ამ სკეპტიციზმისას ვიზიარებ, რაც შეეხება რეფორმის ინიციატივას. ამიტომ გადავწყვეტე, რომ დღეს რამდენიმე სტუმარი ვყავდეს. პირველ ბლოკში ვისაუბრეთ სასკოლო განათლების რეფორმაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აპირებს უახლოეს მომავალში რომ ჩაატაროს და ხოლო მეორე ბლოკში გვეყოლება ორი სტუმარი ასევე, რომლებიც ჩემთან ერთად ისაუბრებენ უმაღლესი განათლების, უფრო კი ალბათ სწორი იქნება ვთქვათ, საჯარო სახელმწიფო უნივერსიტეტების რეფორმის კონცეფციაზე. პირველი ბლოკის სტუმრები გახლავთ ბატონი შალვა მინდაძე, ის გახლავთ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს 2025 წლის კონკურსის ფინალისტი, ასევე გიორგი ჭაუჭიძე, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ალბათ უკეთესად იცნობთ, ისიც გახლავთ მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს მფლობელი და ისიც მასწავლებელი. შესაბამისად ამ ორმა ადამიანმა ალბათ ჩემზე და ბევრ მაყურებელზე უკეთესად იცის როგორც სკოლის პრობლემები, ასევე ბევრი აქვს ნაფიქრი თუ რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ქართული სკოლები და ზოგადად სასკოლო საშუალო განათლება გახდეს უკეთესი და უფრო ეფექტური ჩვენი მომავალი თაობისთვის. მოგესალმებით. საუბრობისა მადლობა კიდევ ერთხელ წარმატებას გისურვებთ. მე მინდა რომ პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად ალბათ უმრავლესობას მოგვხვდა თვალში და არ მოგვეწონა და კითხვის ნიშნები დაბადა, ამ თემით დავიწყოთ. ეს არის მინისტრის ინიციატივა, რომ ყველა სკოლაში, ყველა საჯარო სკოლაში უნდა ასწავლონ ამერიდან, მას შემდეგ რაც ეს სახელმწიფო დაიწერება, უნდა ასწავლონ ერთი სახელმწიფოთი, ანუ ერთი და იგივე საგანი ყველა სკოლაში უნდა იყოს ერთი სახელმწიფოთი. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ეს, რა შეიძლება იყოს ამის კარგი მხარე და რა შეიძლება იყოს ამის ცუდი მხარე. თუ გიფიქრიათ ამ საკითხზე და ზოგადად თქვენი მოსაზრება რომ გაგვიზიაროთ, დავიწყოთ ჩვენი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. რამოდენიმე დღის წინ მქონდა სხვა შორის მე და გიორგი სუსტად ამ საკითხზე დისკუსია სხვა სტუმრებთან ერთად და იქაც და ყველგან მათ შორის რაც ეს ეგრეთ წოდებული როგორც საჯაროდ გაპიარდა განათლების დეფორმად წოდებული რეფორმა მოიცავს მათ შორის ერთი გზამკვლევის, ერთი სახელმძღვანელო შექმნის და დაწერის იდეას და ეს პრობლემა სხვა შორის შეიძლება ჩვენ აღვიქვათ რომ პრობლემა, ან შეიძლება არ აღვიქვათ, გააჩნია რომელი მიმართულება უფრო გვიზიდავს. თუ განვიხილავთ ჩვენ ზოგადად ჩვენს ქვეყანას იმ რელსებზე, რასაც რაიმეს გაკეთება დემოკრატიული პრინციპით ქვია, მაგალითად ნებისმიერ გადაწყვეტილების მიღებაში უნდა იყოს ჩართული მრავალმხრივი საზოგადო ბლოკი, ჯაჭვი, რომელიც გარკვეულ მიზეზს შედეგებს ამ შემთხვევაში ისე ჩამოაყალიბებს და წარმართავს და შექმნის, რომელიც ყველა მხარის ინტერესს დაიცავს და გაითვალისწინებს, თუ ასე გავყვებით, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ერთმა სახელმძღვანელომა შეიძლება ჩვენ მართლა პრაქტიკული შედეგი მოგვცეს სკოლაში. ანუ რას გულისხმობთ, მე კარგად ვერ მაგალითად, იგულისხმება ის, რომ იერარქიული პრინციპი უნდა იყოს დაცული. მაგალითად, როცა რაღაც გადაწყვეტილება დემოკრატიულ სახელმწიფოში მიიღება ზემოდან პირდაპირ დაძახებით და პირდაპირ ვამბობთ, რომ ჩვენ ეს რეფორმა უნდა გავატაროთ იმ დროს, როცა სასკოლო საზოგადოება, რომელიც ალბათ ყველაზე ფაქიზი სივრცეა რეფორმის გატარების ნაწილში და ჩვენ ყოველთვის რაღაც რეფორმას რომ ვატარებთ ხოლმე,
არასდროს კვლევას არ ვატარებთ, ბაზრის კვლევას, რასაც ისინი ეძახიან, არსად ამისი შედეგები არ დევს და ხელმისაწვდომი არ არის ძირითადად ჩვენთვის და რაც ყველაზე მთავარია, სასკოლო სივრცეში მასწავლებელი მთავარი რგოლი, რომელმაც ეს უნდა გაატაროს და ფაქტობრივად ამ სახელმძღვანელოთი ასწავლოს, ის ჩართული არ არის ამ პროცესებში. ასე რომ ჩვენ რეალურად ყოველთვის რაღაც რეფორმას, რასაც არ უნდა ვატარებთ ყოველთვის იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რაც კონკრეტულ მინისტრს და კონკრეტულ მინისტრთა კაბინეტს ერგება და მათ ინტერესს. აი ამ ნაწილში რა პოლიტიკური მიზნები დევს, ეს უკვე ცალკე განსახილველი საკითხია, მაგრამ რაც შეეხება განათლებას, განათლების ნაწილში მსგავსი პრაქტიკები ჩვენ ბევრი გვაქვს, მაგალითად ჩინეთშიც, რუსეთშიც, ევროპაშიც არის მსგავსი ფინეთის მოდელი, მაგალითად ერთ-ერთი ასეთია, სადაც იქაც არის პრინციპი შექმნილი, რომ სახელმძღვანელოები იწერება მსგავსი მიდგომით, მაგრამ იდეა რომ დელეგირების პრინციპი არსებობს, დეცენტრალიზებულია ყველა ეს ნაბიჯი, სანამ ჩვენ ერთი წიგნის დაწერამდე მივალთ, ხომ იქ არის ძალიან გამჭვირვალე, რაც ჩვენთან თითქმის არასდროს ნებისმიერ რეფორმის გატარების შემთხვევაში არა მარტო წიგნის დაწერის დროს, ერთი წიგნის ერთი სახელმძღვანელოს შექმნის დროს არ არის ფაქტობრივად გამჭვირვალე და ჩვენ შედეგს ვიღებთ, რომ ერთი მინისტრი მოვა რაღაც რეფორმას დაგეგმავს, გაატარებს, ან ვერ გაატარებს, მე აღმოჩნდება რომ ცუდი იყო ეს, არ იმუშავა საბოლოო ჯამში და შემდგომ ისე იცვლება და ფაქტობრივად ჩვენ ბოლო 30 წელია, რაც შეიძლება ითქვას რომ გავხდით დამოუკიდებლები და თუ ვართ დამოუკიდებლები ეს ცალკე განსახილველი საკითხია, სასკოლო სივრცეში ქმნით ისეთ და ვაკეთებთ ისეთ რაღაცებს, ვაშენებთ ისეთ სკოლას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ჯერ არც გვიფიქრია, როგორ საძირკველზე ვაშენებთ და რა პრინციპებზე ვაშენებთ, ეს ერთი. მეორე, ანუ ინიციატივა ყოველთვის ზემოდან ქვემოთ მოდის. კი, ანუ იერარქიული პრინციპი დარღვეულია, დელეგირების პრინციპი დარღვეულია, დემოკრატიული პრინციპი დარღვეულია, ავტოკრატიული ნაწილი გვაქვს ძირითადად გაძლიერებული ყოველთვის კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომ მე ვიცი და მე შემიძლია ეს გავაკეთო უკეთესად და თქვენ ეს არ შეგიძლიათ და რაც ყველაზე მთავარია, თანამედროვე სამყაროში ონლაინ სივრცეში, როცა შეგიძლია ნებისმიერი ტიპის თუნდაც პანელური შეხვედრები მოაწყო სასკოლო საზოგადოებასთან, მასწავლებლებთან, ექსპერტებთან, პროფესორებთან, ვინც ამ პროცესში რეალურად უნდა იყვნენ ჩართულნი და არა 16, 15, 10 ადამიანთან, რომელთა ჯგუფში ჩემავალი, ასე ვთქვათ, პროფესიული ხარისხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და არც ვიცით რეალურად, ხო, რა ფონი აქვთ მათ ცოდნის, აი ამ ფონზე ყოველთვის გადავწყვეტ ხოლმე და ჩვენ რატომღაც ჩვენივე თანამდებობები გვაძლევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის უფლებამოსილებას, რომელიც პრაქტიკულად არაფერზე არ არის გამყარებული და ესეთი რაღაცა, რომ ყინულზე ფეხი დაადგა და როდის აგისრიალდება არ იცი ამ შემთხვევაში და ნელ-ნელა ფრთხილი ნაბიჯებითია რომ და თუ გაგიმართლებს და გახვედი ბოლოში ხო კარგი და თუ არ გაგიმართლებს და არ გახვედი, იქნება საბოლოო ჯამში დაეცემი და საბოლოო ჯამში იტყვი, რომ არაუშავს ავდგეთ და ამას ვაკეთებთ თითქმის ბოლო 10 წლებია და ხან ერთი მინისტრი ეწირება ამას, ხან მეორე მინისტრი ეწირება ამას და რეალურად თავარი რგოლი, ფუნდამენტი, ვინც სკოლას მართავს, იმიტომ რომ ეს რგოლი მასწავლებელმა ერთხელაც, რა ვიცი, თუ ვეღირსა და გაიღვიძა მაგალითად და დაიწყო კითხვების დასმა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ მასწავლებელთან არაფერი არ მიდის. ჯერ რომც ვისაუბროთ სახელმძღვანელოს დაწერაზე, სახელმძღვანელო არის არამთავარი ფუნქციური მატარებელი, რაღაცა სწავლების მატარებელი თანამედროვე სამყაროში. ჩვენ თუ საუბრობთ თანამედროვე სწავლების პრინციპებზე, წიგნი მასწავლებელს ჩემ შემთხვევაში, ჩემ პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით, არაფერს აღარ ცვლის. ამ წიგნს როგორ შემოატრიალებ და როგორ დაატრიალებ ჩემ შემთხვევაში, ხო, არაფერი ბერკეტი აღარ აქვს ერთი შეხედვით ამას. მაგრამ კარგი ვთქვათ, რომ წიგნი დაიწერა. პრაქტიკაში ეს არის შემდგომი ნაბიჯი, რომ ეს მოდის სკოლაში, შემდგომ სკოლებში ამას გაავრცელებენ, მასწავლებლები არც ალბათ ვერ გამოცდიან პრაქტიკაში, როგორც ახლა უახლესი ბოლო წიგნები ფაქტობრივად სექტემბერში რომ მივედი სკოლაში, პირდაპირ 3 წიგნი მქონდა, ისე რომ ავტორებსაც კი არ ვიცნობდი, არც შეხვედრები გქონია არაფერი და გვითხრეს რომ ერთ-ერთი აირჩიეთ, ისე რომ წიგნი არ წამიკითხავს საერთოდ რეალურად და ანუ თუ ჩვენ უბრალოდ წიგნის დაწერაში ვეჯიბრებით
ვინ კარგ წიგნს დაწერს, ხო? მე მგონი გიორგიმ რამოდენიმე დღის წინ აღნიშნა. მაშინ წიგნი დავწეროთ 5 წლის განმავლობაში 10 წელი ვწერდეთ ერთ წიგნს და ვისიც კარგი გამოვა, ის ავიღოთ საბოლოო ჯამში. ან საერთოდ რა არის კარგი წიგნი, ხო? აი ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ვისთვის რა არის კარგი წიგნი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, კურიკულუმი პირადად ჩემი ისეა შექმნილი, რომ იქ წიგნის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი ალბათ 20-ია. უბრალოდ სათაური შეიძლება ავიღოთ წიგნად, დღეს ეს სათაური გვაქვს და ამ სათაურზე მოდი ახლა ავიღოთ თიხა და დავზილოთ ეს თიხა და მაგალითად ჩუმერებზე შეიძლება მთელი ერთი კვირა თიხის წარწერები გავაკეთებინო ლურსმული და საერთოდ წიგნის იდეა რომ იქ წყაროები ჩაწერონ, ფაქტობრივი ცოდნა მოიტანონ, წიგნები, წეწლები და აი ამით გააჯერონ, საერთოდ არ მჭირდება იმ დროს, როცა თიხა მჭირდება მე რეალურად მხოლოდ და ამ თიხასაც მე ვყიდულობ და რესურსი არ მაქვს საერთო ჯამში სასკოლო რეფორმას თუ ვატარებთ, წიგნი მე ნამდვილად ვერ მიშველის როგორც ერთ მასწავლებელს, მირჩევნია რესურსებით დახუნძლული, ასე ვთქვათ, საცავი მქონდეს და იქედან მე წიგნი შევქმნა, ვიდრე ქაღალდი მქონდეს რაღაცა 200 გვერდიანი, რომელშიც რომელიმე მინისტრის, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის იდეოლოგიური ნარატიული ხედვა ეწერება, გნებავთ, აიღეთ ნებისმიერი ქვეყნის წიგნი ისტორიის მათ შორის და ჩინეთში ეს პოლიტიკური ნაწილია პირდაპირ ცენტრალიზაციის, რუსეთში ეს 2013 წლიდან დაიწყო პუტინ რომ მოვიდა პირდაპირ ეს გააკეთა და უნდა და გაერთფეროვნება ყველაფრის და მოდი ახლა წიგნები ავიღოთ და დავწეროთ ისეთი როგორც გვინდა, მაგრამ რეალობა კიდევ ერთხელ ვამბობ, სკოლებში არის კრიტიკული და წიგნით შეგვიძლია მარტო ღუმელი ავანთოთ სოფლის სკოლებში, რომელშიც გათბობაც კი არ არის მაგალითად და იმ წიგნს ბავშვი შეიძლება ფურცლებიც კი ამოახიოს, დაახატოს რაღაცა ნაპოლეონის კარიკატურულად წვერები გაუკეთოს და ეს წიგნი ამაში გამოიყენება ძირითადად ხოლმე საბოლოო ჯამში. ანუ ერთს საუბრობთ, ერთი მიზნები გვაქვს და მეორე რეალობა გვაქვს, რომელშიც საერთოდ მგონია ის ფეხბურთელები მათ შორის, ვინც ამ წიგნს იდეაში ამ რეფორმას უდგანან სათავეში, საერთოდ არც გამოუხედავთ 2000 სკოლაში რა ხდება, არა თუ რა ხდება, აგერ გიორგი ერთ-ერთი დირექტორობის მსურველი იყო და მეც მათ შორის თუნდაც ახალგაზრდა მისი კოლეგა, რომლებიც არც კი მიგვიშვეს არა თუ დირექტორობამდე საერთოდ გამოცდა ჩავაბარეთ და ნუ რა სერტიფიკატ ფურცელიც კი არ არსებობს რომ გამოცდაზე გავედით მე მგონი და ესეც არ გჭირდება თუ რა თქინდათ იმიტომ რომ თავადვე ყველაფერი თავისი არსით მოსლის დღიდანვე შექმნეს და ააშენეს პოლიტიკურ იდეოლოგიაზე რომელშიც განათლება ერქმევა სახელი კულტურა ერქმევა ამ ყველაფერს თუ რა სახელს დავარქმევთ ანუ შესაკრებთა გადანაცვლებით ნამრავლი არ იცვლება პრინციპი გვაქვს და ასოების გადანაცვლებით შედეგი არ იცვლება პრინციპი გვაქვს. ჩვენ ისტორიის წიგნს დავარქმევთ მათემატიკას თუ მათემატიკის წიგნს ქიმიას დავაწერთ, რეალურად ყველა არის ცალკეული მაკულატურა, რომელსაც ავტორები ეცვლება, წყაროები ახლდება ხანდახან, ნარატივები იცვლება, შეიძლება ბიზნეს ნაცვლად მიშა ჩაწერონ კარგია, მე მიშას ნაცვლად კალაძე ჩაწერონ და ასე სახელები იცვლება და საბოლოო ჯამში მასწავლებელი და მოსწავლე რაც თავარი არსია სკოლის იდეოლოგიის რომ ვისთვის წერთ ამ ყველაფერს რომ მოსწავლემ შეძლოს კიბეებით, კი სკოლა ხო კიბეა რეალურად და ამისი თავისი არსი ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროდან შექმნის იდეა იყო რომ მოსწავლეს ჩვენ მივცეთ საფეხურებრივი განვითარების საშუალება და რეალურად 12 წელი მოსწავლე წიგნის მეც, ანუ ფურცლების მეც არაფერს არ იღებს. და ჩვენ ვიმყოფებით და ვართ 21 საუკუნეში, ყოველ შემთხვევაში თავი მოგვაქვს პროგრესულ მოაზროვნე საზოგადოებად, თავი მოგვაქვს რაღაცა ევროპული სტანდარტების გამტარ საზოგადოებად, გინდაც დიქტატურული საზოგადოების გამტარ საზოგადოებად არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს, აქაც უკვე მარტო სახელები გაიცვლება და პრაქტიკული ნაწილი გვჩება უკან. ამიტომ რამდენიც არ უნდა ვატრიალოთ ჩვენ ნებისმიერი რეფორმა, მათ შორის მასწავლებლის პროფესიული განვითარება თუნდაც, რომელსაც იქაც იგივე არაფერი არ იცვლება, უბრალოდ ეხა ცდილობენ რომ რაღაცა რესურს ცენტრები უკვე 10 წელი რო არაფერს არ აკეთებენ და ხელფას პრაქტიკულად არაფერში არ იღებენ, ამოქმედონ, იმიტომ რომ მართლა უკვე ყველა ყოველთვის ბოლოს ხვდებოდა რომ ეს რესურს ცენტრი არის, რა ვიცი, მეზობლების და ნაცნობების დასასაქმებელი ადგილი. და თუ გინდა რესურს ცენტრში დასაქმდე, აუცილებლად ნეპოტისტური პრინციპებით უნდა მოხდე იქ, სხვანაირად ვერ მოხდები.
რეალურად ეს ამისთვის რომ რაღაცა გადაფარონ და უკვე ცალსახად და ცხადად რო იკვეთება, უნდათ რომ რაღაცა უფრო მეტი ფუნქცია მიანიჭონ და რასაკვირველია ამასაც პრაქტიკული დატვირთვა ჩემი ღრმარწმენით არ ექნება და ჩვენ ისევ იგივე წრეზე წავიდეთ. ძალიან შავად და დრამატულად აღწერეთ სიტუაცია და ფაქტურად ყველაფერი გამოდის თქვენი ნათქვამიდან, რამდენადაც გავიგე, რომ ყველაფერი პოლიტიკური მიზნის და პოლიტიზირების მე მინდა რომ არ იყოს ასე. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს და ალბათ ეს არის ყველაზე მყარი ლოგიკური დასაბუთება იმ ინიციატივების, მით უმეტეს თუ მათ რაღაც ერთიან ჭრილში შევხედავთ, რომელიც მინისტრმა გამოაცხადა, მაგალითად, თუ კი ერთიანი სახელმძღვანელოს ფუნქცია თქვენ ასე წარმოგიდგენიათ, გაცილებით უფრო ნათელია ეს მიზანი, როდესაც საუბრობთ ჯარის გაკვეთილებზე, რომელიც ასევე ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან ლამაზად გამოიყურება, რატომაც არა. სილამაზე ნამდვილად გვიყვარს. დიდი ხნის წინ როცა მე სკოლაში ვსწავლობდი, გარკვეულ მომზადებას გავდიოდით, რომელმაც არ ამგონია რომ ჯარისკაცებად გამოგზარდა ან გოგო ან ბიჭი, მაგრამ ალბათ რაღაცა მინიმალური თავდაცვის უნარების კატასტროფების დროს, საგანგებო მდგომარეობების დროს მოქცევის რა არის სწორი, რა არასწორი, როგორ გამოიქცია. ამის სწავლება ზოგადად არ იქნება არის დროს არც ერთ რეალობაში ცუდი. მაგრამ გაჩნია ხო, რა სულის კვეთებით და რისთვის აკეთებ თუ კი ამ ყველაფერს გვერდით მეორე ინიციატივა უდევს, როგორიც არის სამხედრო რეჟიმისებრი გარემოს შექმნა სკოლაში, ტელეფონების ჩამორთმევით, რომელიც ასევე ძალიან კარგად გამოიყურება, იმიტომ რომ ტელეფონზე დამოკიდებულების პრობლემა ერთ-ერთი ხო, ერთ-ერთი ზოგადად არსებობს ისაც კანონი არსებობდა ტელეფონებს, აი მე პირადად დამრიგებელი ვარ და ვერავინ ვერ აგიგზავნებდა ამის წარსულს. ისაც ვარცმევდი ჩვენს მოსწავლე, ანუ რა შეცვალეს ვერ. მაგრამ ალბათ ართმევდით გაკვეთილის მიმდინარეობისას და არა თლიანად ვარცმევდი ეს მშობლების თანხმობით ბუნებრივად ხდება, ანუ რაც მინდა ეს კანონი რაც მინდოდა ამისი, ვიღაცამ ზემოდან დამიწეროს კანონი. ხო, ანუ თავარი ხო აქამდე მინდოდა ხო, ანუ ეხაც იგივეს ვაკეთებ. ხო, აქამდე მინდოდა მივსულიყავი ზუსტად, რომ რა თქვენ ახსენეთ მშობლების თანხმობით ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც ნებისმიერი ასეთი ინიციატივის ნორმალურ საზოგადოებაში, ნორმალურ სკოლაში განხორციელებისთვის არის მთავარი წინაპირობა. თუ ჩვენ შემოგვაქვს მაგალითად სკოლის ფორმები სკოლაში, ჩვენურად გამოიყურება, მეც ალბათ ჩემი შვილი რომელიმე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში სწავლობდეს, ნამდვილად ვიამაყებდი ამ სკოლის ფორმით, მაგრამ როდესაც სავალდებულო ხდება და სახელმწიფო თანამდებობის პირი წყვეტს ყველას ნაცვლად, როგორი ფორმით და როგორი ტანსაცმლით უნდა იარონ ჩვენმა შვილებმა სკოლაში, ეს ჩემთვის იმაზე დიდ პროტესტს იწვევს, ძალიან გულწრფელად რო თქვა, ვიდრე სახელმძღვანელო, იმიტომ რომ ჩავაცვათ ფორმები რომ გალამაზდნენ და შივრები შიმშილი გადაფარონ. და ზოგადად შეეჩვიონ ერთ გვაროვნებას და ერთფეროვნებას და რაღაცნაირად მორჩილებას, რაღაცა იმ წესს ლამაზად შეფუთულს, მაგრამ რაღაცა ისეთი ერთიანი წესრიგის სადმი, რომელიც კლავს ინდივიდუალიზმს, რაც აი ამ ასაკში, რა პერიოდშიც ადამიანი სკოლაში ატარებს, როდესაც ის ყალიბდება, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანი, ბუნებრივია რაღაცა ჩარჩოები, ცხადია რომ საჭიროა და დისციპლინის მიჩვევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ალბათ, რასაც სკოლა აკეთებს და რეალური ცხოვრებისთვის მომზადება ბავშვური ასაკიდან უკვე დიდი ასაკში გადასასვლელად, მაგრამ რამდენად არის ამისთვის საჭირო სამხედრო წესრიგში ბავშვების გადაყვანა, ეს ცალკე საკითხი. არის ქვეყნები, რომელიც ამ წესებს მისდევენ და ამას ხშირად იშველიებს ჩვენი მთავრობის წევრები იშველიებენ, როდესაც რამე ახალი გამკაცრებული ინიციატივა შემოაქვს. ხო, ხშირად არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ცალკეულ საკითხებზე ახლა ფორმებს ეხებათ, რა შეიძლება მოიყვანონ მაგალითად, თუმცა იქ არასოდეს არ ჩადიან სიღრმისეულად, ეს არის თქვა სახელმწიფოს მიერ დაწესებული სავალდებულო საყოველთაო მთელი ქვეყნისთვის, თუ არის ცალკეული სკოლების ინიციატივები, რომლებიც მშობლებთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში სრულდება და სწორედ აი ამის საფუძველზე არიან ბავშვები, თქვა იმ წესრიგში. ეს უკვე სხვა საკითხია, ჩვენ მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება, მე ზოგიერთ კერძო სკოლის წესით შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ ჩემი უფლება მოსილება მთავრდება იქ, სადაც იმ ბავშვების მშობლების იწყება, ხო, ბუნებრივია. გიორგისთან გადავალ, დიდი გადასვლა კი გამომივიდა, მაგრამ აი ამ დანარჩენ ინიციატივებზე რას ფიქრობ? რაზეც ასე ვთქვათ შევეხე ხარ ჩემი საუბრისას, რომელიც ყველა თითქოს ერთიანი სულისკვეთებით არის. ერთი სახელმძღვანელო, ერთნაირი ფორმები, ყველა ბავშვი ერთნაირი. სად არის ადგილი
ინდივიდუალიზმისთვის და განსხვავებული ბავშვებისთვის, როდესაც ყველამ ვიცით, ვისაც ბავშვებთან შეხება მქონია ოჯახში იქნება თუ სკოლაში, რომ ყველა ბავშვი არის განსხვავებული და აქამდე თითქოს გვეგონა რომ რაღაცა ინდივიდუალური მიდგომით მივდიოდით და ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკაც, რომ ყველა ბავშვი ინდივიდია და ინდივიდუალურად მიუდგეთ და უცებ ვერთვებით სრულიად ახალ პოლიტიკას და ახალ ძელსებს. კეთილი. შარვას რაღაც ფრაზით დავიწყებ, მშობლებთან შეთანხმებით, ტელეფონებს ვართმევ, დიო და ასე შემდეგ. და მოდი ეს შეკითხვა დავსვათ, რას ვეკითხებით მშობლებს? აი ჩვენ ხო სისტემის რეფორმაზე ვლაპარაკობთ მაგალითად და მთავარ მომხმარებელს სინამდვილეში რას ვეკითხებით ჩვენ, რომ ტელეფონები ჩამოვართვა თუ არა შვილს უთანხმებ. და მინდა შეგეკითხო, იმას თუ უთანხმებ, რა უნდა ასწავლო იმის შვილებს? არ უთანხმებთ. და საერთოდ ასე რომ მივუდგეთ, წარმოვიდგინოთ სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, საიდანღაც ხო შეიქმნა. და ვამბობთ ხოლმე და ვადარებთ, გვინდა რომ დასავლურ, წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემებს შევადაროთ, ხო? და იქ ასეა და ჩვენ გვინდა რომ ისეთი იყოს. და ამისთვის ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცები ასე ცენტრალიზებულად მთავრობის გადაწყვეტილებებით შევცვალოთ. არდა სინამდვილეში ის სისტემები სულ სხვანაირად არის აგებული. სხვანაირად მიიღეს ის სისტემები, მაგალითად შვეიცარიაში სხვანაირად მიიღეს, ფინეთში სხვანაირად მიიღეს. ანუ როგორც ბუნებრივი განვითარებით საზოგადოებამ, რაღაცა გარკვეული ფორმაციის, თავისუფალმა ადამიანებმა, ყოველ შემთხვევაში ჩვენზე ყოველ შემთხვევაში თავისუფალმა ადამიანებთა თემებმა, გარკვეულ მიკროსაზოგადოებებმა შექმნეს პირდაპირი გაგების სკოლები, ააშენეს, ნახეს ვიღაც მასწავლებლები, შემდეგ გაფართოვდა თქვა ტერიტორიულად და გადაწყვიტეს, რომ უფრო ეკონომიისა და ასე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილები, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად მოდი რაღაცა საერთო ქსელები შევქმნათ და ჩამოყალიბდა ბუნებრივი განვითარების გზით ეს სისტემები. და ჩვენ სამწუხაროდ რაც ეშლებათ ხოლმე ბევრჯერ და ბევრს ჩვენთან არის იმის მცდელობა, რომ ასე ჩამოყალიბებულ რაღაც სისტემას, რომელიც ჩვენ მოგწონს, დავამსგავსოთ ჩვენი სრულიად ტოტალიტარული საბჭოთა კავშირისგან მიღებული და დღემდე არსობრივად უცვლელი სისტემა. და ეს ემსგავსება ხოლმე რაღაცა რომ წარმოვიდგინოთ რაღაც ესე იგი კოსმეტიკურ ცვლილებებს, რომელიც კურიოზულად გამოიყურება ხოლმე ეს. იგივე ეხება აი ამ შეკითხვით დავიწყე, კაცო. კითხე მშობლებს რა ვასწავლოთ, ხო? ან ვეკითხებით, ხო? ჩვენ დაგვიწერეს რაღაცა სტანდარტები, რაღაცა კურიკულუმები გვაქვს მოცემული და შესაბამისად ამ გადაწყვეტილებებით, რომელიც იცვლება ხოლმე პერიოდულად ვიღაცას მოუნდება რომ ჯარი ასწავლოს თუ რაღაცა სამხედრო საქმე ასწავლოს. მე კი არაფერს ვერჩი, არც სამხედრო საქმეს ვერჩი, არც რელიგიას ვერჩი, არც ჰიგიენის საქმეს, არაფერს არც მათემატიკას, არც ბიოლოგიას და ასე შემდეგ, მაგრამ და ამ საწყალ ბავშვებს შემოვითომ აკლიათ საგნები გესმით, ეს თუ 15 საგანი არ არის საკმარისი და მოდ დავამატოთ კიდევ და რაღაცა ანუ უფრო გავაქციეთ სკოლიდან. ხო, შესაბამისად, თავიდანვე წარუმატებელი იქნება რასაკვირველია ეს ნებისმიერი გადაწყვეტილება შეეხება ეს, ანუ ამ სისტემაში, როცა ჩვენ გავაგრძელებთ ასე სიარულს, იქნება წარუმატებელი ცხადია და ბატონო ჩვენ ვიცოცხლებთ, იმედი მაქვს და 5 წლის მერე ჩვენ ისევ დავიწყებთ, რომ ახალი რამე მოვიგონოთ. კიდე ახალი თემა და ახალი დისკუსია. თუნდაც ახლა მე ერთი სული მაქვს, აი არ დაგიმალავთ და იმდენად მინდა რომ ეს ერთი დაწერილი სახელმძღვანელოები ვნახო, ანუ ერთი სახელმძღვანელოები. დღეს ასეა თუ ისე გარკვეული რაღაც სივრცე არსებობს კიდე ნამდვილად, თუმცა გულახდილად ჩვენ გვისაუბრე ამაზეც კიდე არსობრივად ჩემთვის ფაქტობრივად ისეთივე მიუღებელი სიტუაცია დღეს ან დღემდე რაც იყო წლების განმავლობაში, ვიდრე ახლა რასაც აპირებენ, იმიტომ რომ თქვათ
ასევე მიუღებელია და ასევე შეუსაბამოა, ასევე არ არის მოსწავლეზე და მშობელზე ორიენტირებული ერთი სტანდარტით დაწერილი სახელმძღვანელო, აი ისტორიის სტანდარტი, მაგრამ მათემატიკის სტანდარტი ჩვენ ერთი ვარ ყველას. აქაც ხშირად იშველებენ იმას, რომ არის ასეთი ქვეყნები, მათ შორის დასავლეთ კიდევ ვიმეორებ, რომც იყოს დასავლური და რაც არ უნდა წარმატებული მაგალითები მომიყვანოთ თქვენ, იქ მივიდნენ სხვა გზით, თუ კი ვინმე მივიდა ერთ საერთო სტანდარტზე, რომ თავიდან იყო დაუშვათ რაღაცა კანტონში თუ რაღაცა საგრაფოში თუ რაღაც პროვინციაში გარკვეული წესებით შემუშავებული რაღაც შემდეგ შეჯერდნენ სხვა რამეზე მიიღეს მართლა თავისუფლად გადაწყვეტილებები ან გამოსცადეს დროში და მართლა საუკეთესო ვერსიები შეარჩიეს და ჩვენ შემთხვევაში ხო ასე არ ხდება. ეს სახელმძღვანელოც რაც შეეხება და სხვა პრაქტიკულ რაღაცას დავამატებ თქვენ თქვით რომ ეკითხები თუ არა მშობელსო და მე პირადად აი ბოლო 1 წლის პრაქტიკა როგორი მაქვს ჩემი კურიკულუმი მოწყობილია ასე რომ რა უნდათ მოსწავლეებს ანუ თემები რა უნდათ მშობლებს და რა უნდათ თემები არ არის ანუ მე წიგნის დამთავრების იდეა გამქრალი მაქვს და მასწავლებლებს ვეთყვი აქ რომ თქვენ კანონში ჯერჯერობით გიწერიათ რომ თქვენი კურიკულუმი შეადგინოთ ისე როგორც თქვენ გინდათ. ნუ შეათანხმეთ რამდენი ნაბიჯია დარჩენილი იქამდე რომ კანონიდან ეს ამოიშალოს. სტანდარტის მიხედვით სტანდარტს ანუ აქტივობას ისტორიაში როგორცაც გინდა ყველაფერს დაუკავშირებ. ნორმალური მასწავლებელი ამას მოახერხებს. ამიტომ წიგნი თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადადოთ, შექმნათ თქვენეული პროფესიული, მართლა პროფესიული ყველაფერი მოიხმეთ თქვენი ყველა უნარი და ყველა რესურსი. ვფიქრობ, რომ ჩვენ მასწავლებლები გადავიქცევით კურიკულუმებისა და სახელმძღვანელოების ავტორება. არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ, რომ საკუთარ პროფესია, მესა ჩემი ისა ხედვა ერთგვარი, რომელიც ამ იატაკქვეშეთში მოგიწევთ სავარაუდოდ თქვენ ყოფა და ეს ერთ-ერთი ეს არის. მე მგონი თქვენ ძალიან მოგხიბლად იმან რომ მოგიწევთ გვერდის ავლა ჩარჩოების რომელიც მე ვემზადები უკვე სხვათა შორის ეს სახელმძღვანელოების თემა იქნებ პრინციპში ასე უფრო საინტერესო გახდეს სასწავლო პროცესი საერთოდ ინდივიდუალიზმი მაინც არ ჩაკლა მასწავლებლის თქვენთვის უფრო საინტერესო იქნება პროცესი ასე ხელოვნურად შეგდათ კონკურენცია ოღონდ მანამ სანამ აგიკრძალავენ და კანონიდან ამოშლიან იმას კარგი მასწავლებლები შემოქმედებითი მასწავლებლები ნიჭიერი ადამიანები და ასე შემდეგ მოკლედ კარგი მასწავლებლები იმ ავადსახსენებელ საბჭოთა დროსაც კი იყვნენ და წინავდნენ თავიანთი მართლა შემოქმედებით და ეს ცხადია ამას ვერაფერი ვერ დაახშობს უბრალოდ ეს არის გამონაკლისი სამწუხაროდ გამონაკლისი მოსწავლეების ხვედრი ხოლმე და იმ რაღაც მასწავლებელთა ჯგუფებშიც უმრავლესობა სამწუხაროდ ასეთები ვერ ვართ ხოლმე. აი მაგალითად შალვა თუ დიდი სიამოვნებით შექმნის თავის კურიკულუმებს, მე ამისთვის თავს არ შევიწუხებ ჩემო ბატონო და იმ პატივცემული ექსპერტების ფასადურად რო ვიღაცას ანახო რომ ნახე ეს ყველაფერი ასეა გავაგრძელებს ამ და ეს სახელმძღვანელოების თემა სხვა შორის იყო ერთ-ერთი ტაშის როგორ თქვა ტაშდაკული თემა რომელიც მინისტრმა რაღაც შეხვედრაზე, როდესაც გაახმოვანა, ტაში დაიმსახურა. ტაში იყო თუ ხუხარე ტაში. ხუხარე ტაში. ჩავწეროთ. და მეორე თემაც ასევე. ხუხარე ტაში ასევე დაიმსახურა ბოდიში, უნდა გაგაწყვეტინა ჩემთვის. გასაოგნებლად ფორმების შემოღებამაც შობლებში. კი, მაგაზე. და ანუ გამოდის, რომ თუ კი საერთო ერთნაირი სახელმძღვანელოების შემოღება ვერ აღკვეთს მასწავლებლების ინდივიდუალიზმს და ცალკეულ გვერდით ინიციატივებს და იატაკქვეშა გზით მაინც მოახერხებენ ბავშვებისთვის ისე ასწავლონ როგორც მათ სწორად მიაჩნიათ მაშინ გამოდის რომ ეს ყოფილა მშობლების რაღაც ნაწილის და სავარაუდოდ უმრავლესობის დაკვეთა რომ მათი ბავშვები იყვნენ ერთნაირები აი ამას მაშინ თუ ეს ასეა ეს გაცილებით უფრო ცუდი სცენარია ჩემთვის ვიდრე ის რომ ერთმა ხელისუფალმა ერთმა მინისტრმა რომელიც რამდენიმე წელიწადში მინისტრი აღარ იქნება ეს ყველაზე მეტი ხშირად განათლების მინისტრი იცვლება ხოლმე ამ ქვეყანაში და არც ეს იქნება გამონაკლისი მინისტრი შეიცვლება მაგრამ თუ მშობლები დარჩებიან
ისეთები, რომ მათ სურვილი აქვს, რომ მათი შვილი გახდეს ყველასნაირი და ყველა ბავშვი სხვისი შვილი გახდეს მათი შვილისნაირი და ყველა ერთნაირი იყოს, მაშინ ამას რა უნდა ეშულოს? თქვენი დაკვირვება ასეთია როგორც მასწავლებლების? თუ მე სოციალური ქსელებიდან დაკვირვებით დრამატიზაციას ვახდენ ზედმეტად. აი დავასრულებ, აი ამ ფორმებზე მინდოდა ზუსტად მე თქვა, რომ ბატონ მინის მინდა რომ ჩემი პესიმიზმი გავუზიარო ახლა და ამ ფორმებთან დაკავშირებით. კი, მართალია მოყვა ამას სტაჟი, მაგრამ მათ შორის ეს მშობლები, როდესაც მოვა სექტემბერი, მე ეჭვი მაქვს რომ ეს ფორმების რეფორმა არ განხორციელდება და რატომ? თუ ვერ. როგორ? ვერ. ხო, ანუ სხვა შორის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამ თავრობის წარმომადგენლებს გარკვეულ რეაქციებთან შეხებისას, როდესაც ის აწყდებიან წინააღმდეგობებს ჩვეულებრივი ადამიანების მხრიდან, ხო, უკან დახევა იციან ხოლმე რაღაც სიტუაციებში. მათი დავაზუსტებ, მათი ამორჩევლები. ხო, რა მნიშვნელობა საზოგადოებაში, მათი ამომრჩევლებიც არიან და მოწინააღმდეგეებიც, ხო და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი თემაა ესეც, იმიტომ რაც არ უნდა ასე ვთქვათ, სიტყვით ადამიანს მოსწონდეს, რომ ფორმა და რაღაც დისციპლინა და რაღაც წესრიგი ამასთან უკავშირდება ეს, როდესაც აღმოჩნდება მე რომ წარმოვიდგინოთ ახლა მშობლები ვართ ხო რომ ორი ფორმა ხო მაინც უნდა უყიდოს ეს ანუ დამატებით ესე იგი თავის შვილს ორი შვილი თუ ყავს სამი შვილი თუ ყავს რომ მხოლოდ ერთი რაღაცა ჩაართვა არ ვიცი რა ფერი იქნება სავარაუდოდ ლურჯი იქნება მაგრამ მაინც ხო ყველაფერს უნდა მოწესრიგება და ასე და ამ ეს არის ჩვეულებრივი დისკომფორტი ზედმეტი ხარჯი რაც ნუ რას უკაცრავად არ მოეწონება არავის, როდესაც უკვე შეეხებიან. დააწვევათ ზემოთ. თან ნახეთ ერთ-ერთი არგუმენტი ამ ფორმის შემოღებით, ჩემი აზრით ძალიან მტკივნეული და შეუსაბამო არის ის, რომ ბავშვები დასცინიან ერთმანეთსო ტანსაცმლის გამო და ერთნაირი რომ მეცმებათ ყველასო, აღარ დასცინებენო. ერთი თუ ტანსაცმლის გამო ბავშვები ერთმანეთს დასცინიან, ესე იგი სხვა რიგის პრობლემაა, ხო? და მით უმეტეს თუ ამათ ერთნაირად ჩაცმევ და იმ ტვინში რაც აქვს, ანუ დაცინვისა და რაღაც აღზრდის გამოწვეული პრობლემები, იმას ხო სხვა რამებზე გადაიტანენ, ფეხსაცმელზე გადაიტანენ, ჩანთაზე გადაიტანენ, დაცინვა თუ მინდა და ამის ასე ვარ მე ჩემს ასეთ სოციუმში, ანუ კლასში, ხო, რა უნდა დაცინვის საბაბის მოძებნას, ამიტომ ეს იმდენად გაუმართლებელი მოკლედ მე დასრულზე დაცინვა, ხო, რა თქმა უნდა, ვერ მოასწრო და სველი გაქვს და იმ რა უნდა დაცინვა თუ ვერ ანუ არ გამოგვიცდია თუ აი ხო, რა თქმა უნდა, თუ ბავშვს არ ასწავლე, რომ ეს არის მე აი ჩემი არგუმენტი ყოველთვის ეგ იყო და ყველას ამას ვეუბნები, როდესაც ამ თემაზე მშიერ ბავშვს ფორმას რო ჩააცმევ. ახლა წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ მიდიხართ ქორწილში ოჯახით. თქვენი შვილი გამოაწყვეთ და ვიცით რომ 7 საათამდე სანამ ჯვრის წერა არ იქნება, ეს ყველაფერი რიტუალურად უნდა დაალაგდეს. 8-მდე 9-მდე ბავშვი არის მშიერი. თქვენი აზრით აი 4, 5, 6 წლის პირველ კლასელი აიღეთ. მშიერი ბავშვი იმ ფორმაზე დარდობს და ღელავს ახლა საერთოდ რომელი შინაგანაწესი იმან იცის, ანუ რომელი დამრიგებელი იმას გააჩერებს. როცა ბავშვი არის უბრალოდ ემოციურად, ფსიქოლოგიურად ტრამვას იღებს შიმშილის დროს, შე რო აიძულებ ის კი არა და მე ზრდასრულ ადამიანს და თქვენ ყველა ადამიანს როცა შიმშილის გრძნობა აქვს, ეს არის უკიდურესი ზიანი, რომ ამ დროს აიძულო რაღაცების მოსმენა, სწავლა და აი ეს ხო იქნება ის სიგიჟე, საიდან თითქმის ყოველ შემთხვევაში გამოვედით ერთი რაღაც. თუ ჩვენ ამ პრობლემას ვაღიარებთ და ამის გადაწყვეტის გზად მიგვაჩნია ფორმის ჩაცმა, მასიურად 700,000 სტატისტიკის მიხედვით ყავს სოციალურად დაუცველი. ესეც სტატისტიკის მიხედვით არის რომ ყოველი მეხუთე უნდა აუცილებლად გავაკეთოთ ის დათქმაც ამაზე, რომ ძალიან ბევრია ამ ბაზებში შეყვანილი ადამიანები, რომლებსაც მთავრობა კვებავს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ სჭირდებათ,
ისე როგორც თქვათ, ბაზის რაღაცა 25%-ს ან 30% ჭირდება, გარკვეულ ნაწილს ეს დახმარება ნამდვილად არ ჭირდება და შეუძლია იშრომოს და თავისი ან აქვს ისედაც საკმარის შემოსავალი, უბრალოდ ზუსტად იმ მიზნებით, რომ ერთერთ თავს არიდებენ და ხელოვნურად ბაზებში შეყვანა იმ ადამიანებს, რომელსაც ეს არ ჭირდება, ზრდის თავისთავად ერთგული ამომრჩევლის მასას, რომელსაც გადაწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აღარ იქნება იმ დონემდე მიიყვანენ საზოგადოებას, ისედაც ალბათ მიიყვანილია გარკვეული სოციალური ჯგუფები და აი ყველაზე ბოლოს რომ შეეხებიან უკვე და მართლა როგორც გიორგიმ თქვა, დააწვევათ ეს ზამთარში უკვე განსაკუთრებით ფორმის პრობლემა, მოუწესრიგებელი სივრცე რო სადაც რომ დაჯდები მტრიანი და დასრული რო გაქვს კედელი და წყალი რომ ჩამოგდის საპირფარეშოში და ჰიგიენის ნორმები რო დაცული არ არის, საპირფარეშოში რო არ არსებობს ხელსახოცი, საპონი, ელემენტარული რაღაცები რომ არ გაქვს სკოლებში და გასარემონტებელი სკოლები გაქვს შენ და ყველაფერს რომ თავიდანვე მენეჯმენტი მართვა ერთია კანონს იღებ, მეორე აღსრულებელი ვინ არის? სკოლებში გვხვდება, ჩვენ დღეს ყავს დაახლოებით 8 სკოლაში დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ არ იციან საკუთარი საქმე, იციან მხოლოდ პოლიტიკური ნება და ეს პოლიტიკური ნება რა უნდა სკოლის მართვას, რა უნდა ბავშვის მიმართ ყვირილს, ტონის აწევას, მშობლის დაბარებას, ეს არის მათთვის სკოლის მართვა. და ამიტომ არის ბუტაფორიული სამეურვეო საბჭოები რო ყავს, სამეურვეო საბჭოების მიღმა ჩვენ არ ყავს რეალურად სასკოლო საზოგადოება აქტიური მშობლები რომ არასდროს მშობელთა კრებაზე არ დადიან, ამიტომ არის და ამ პრობლემების ფონზე რომ კიდე დირექტორს ავალებ რომ თუნდაც ფორმა გააკონტროლოს, ეს ისეთ კოლაფს შექმნის, ადრე გიორგიმ თქვა რომ მე ველოდებიო რომ ყველა მივიდეს იმაზრზეო რომ აღარ გვინდა აი დავიღალეთო აი ეს ყველა რეფორმით და ყველა რო გამოვა აი მერე დაიწყება უკვე ეს ძალიან ოპტიმისტური გამოსავალია, მაგრამ ცოტა რეალისტურსო დაუბრუნდეთ და შევაჯამოთ ბარემ ეს ბლოკი. რა გონიათ თქვენ, რა უნდა გამოგვიყვანოს აი ამ პოტენციური კოლაფსიდან, რაზეც თქვენ საუბრობთ და რეფორმების, ეგრეთ წოდებული რეფორმების მორიგი ტალღიდან, რომელიც დიდი ალბათობით არაფერს კარგს არ მოიტანს, ცუდი შეიძლება ბევრი მოიტანოს და როგორც ირკვევა, არც მასწავლებლების სეგმენტში და არც მშობლების სეგმენტში ჯერჯერობით არ უჩანს პირი მედგარ წინააღმდეგობას, რომელიც მე ჩემგან ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, გიორგი უფრო ოპტიმისტია. ხო, იგივე რადგან მაშინ ახსენა მშობელთა კრება, ასევე ისევ მშობელთა კრებიდან ან მშობლებიდან დავიწყებ ეს. სრულად მესმის იმ ადამიანების რომ არ დადიან მშობელთა კრებაზე. კიდევ მეორებ რომ არაფერი გიკითხოს იმისთვის, რა ვასწავლო, როდის ვასწავლო და ასე შემდეგ, ეს თავს მოახვიეთ თქვენ ეს ის ჩვენ პირობითად. ხო, ჩვენ გონი მოსამართლიანი. არა, ხო, მთავრობამ მოახვიეთ ასე დავუწერეთ პირველ გაკვეთილზე ეს უნდა ისწავლოს, მეორეზე ეს, მესამე და ასე შემდეგ. და ისიც გენდობა. და ისიც დარწმუნებული, ყველა ხვდება და თავს იტყუებს კაცო რომ ამ ბავშვების ნახევარზე მეტი, რომ საგანთა ნახევარზე მეც არათუ ვერს არ სწავლობს და არამე კი არა, უბრალოდ ვერც ხვდება რა სწავლობს, ეს ყველა მიცის. და ამაში იხარჯება ეს ფული, მათი ფული, ჩვენი ფული არ მოგწონს, მე კიდევ ვიწყებთ ახალი ფულის ხარჯვას, თითქოს უფრო უკეთესად გამოვა და შემდეგ ერთადერთი იმედი მართლა მაქვს ის, რომ ბევრი ადამიანი, ბევრი მშობელი დასვამს შეკითხვას, რომ რას ასწავლით მართლა, რას ასწავლით ჩემს შვილს. ან დასვამს იმ შეკითხვას, რომ მაქვს თუ არა უფლება მე გადავწყვიტო რა ვასწავლო ჩემს შვილს. და თუ არ მინდა ან არ მომეწონება რაღაცა ის შემოთავაზებული, უარის თქმის უფლება მაქვს თუ არა. მე მაქვს ერთადერთი ამის იმედი, რომ ჩვენ რომ რაღაც პირადად ახლა გულისხმობ ჩვენს რაღაც საზოგადოებას, ჩვენს გაბედულ და ჩემი აზრით გონიერ მშობლებს, რომლებმაც თქვენს დასვეს ეს შეკითხვა და გადაწყვიტეს და უკვე დაორგანიზეს კიდეც თავიანთი სკოლა, ამ შემთხვევაში გულისხმობ ამერიკულ სკოლას, ანუ იმედი ეს მაქვს, რომ უფრო ბევრი მშობელი ჯერ დაფიქრდება, დასვამს შეკითხვას, მერე მოითხოვს და მიაღწევს იმას, რომ თუ რა ვიცი, თავის ირგვლივ ვერ ნახა თავისივე ინტერესების მქონე ადამიანი, რა მოძებნის ამ საზოგადოებაში რაღაცნაირად ისიც მიაღწევს იმას, რომ მოიპოვოს უფლება
მისცეს თავის შვილს ის განათლება, რომელიც გამოადგება კიდეც და დარწმუნებული იქნება, რომ 9-დან 3 საათამდე რომ ბავშვი გაუშვი სადღაცო, რაღაც ინსტიტუციაში, რომ იქ მართლა სასარგებლო რაღაცას ეწეოდა განათლების თვალსაზრისით. თორემ იმას კი არა რომ დაუმეგობრდა და კი, მე კი არ ვამბობ, რომ სოციუმში ყოფნა ცუდია, მაგრამ რომ იცის რომ სკოლაში გაუშვა, მართლა რაღაცა სარგებელი მიიღო ცოდნის მიღების თვალსაზრისით. რაღაც შეიძინა იმ ბავშვმა და არა ის რომ ეს 100-ია საჭირო და მე 2 წელი რაღაცას ვასწავლი ამ ბავშვს რომ ის რაღაც ჯადოსნური ასევე გამოგონება ეროვნული გამოცდების სახით რომ როგორმე ჩააბაროს და უმაღლესში მოეწყოს ბავშვი ხო? ანუ მე იმედი მაქვს რომ ბევრი მშობელი დაფიქრდება უკვე ამაზე და ამ შეკითხვას დასვამს. იმედი მოგუშალოს ღმერთმა ჯამის დამატებას დასასრულისთვის თუ მოკლედ რომ შევაჯამოთ, ცალსახად ვერ თანხმები ამ პოზიციაში და ნამდვილად ეს არის ალბათ თავისუფალი საზოგადოების თავარი ბერკეტი და ეს უნდა შეინარჩუნოს და ყოველთვის ახსოვდეს. თუმცა პირდაპირ ვეტყვი გიორგის რომ აქამდე რომ მივიდეთ, ჩვენ ძალიან ბევრი წელი გჭირდება ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომ საზოგადოება ეხლა როგორც თქვენ აზროვნებთ, აქამდე მივიდეთ. და მეორე, რაც ყველაზე მთავარი პრობლემა არის დეპოლიტიზირება. სადაც არ არის პოლიტიკა, იქ წარმატების მიღწევა არის ძალიან მარტივი. სადაც შენ ზემოდან ვიღაცები რაღაცებს არ გეუბნებიან, მით უმეტეს ასეთ ფაქის სივრცეში, ბევრად უკეთესია, სანამ საზოგადოება შობელი საარჩევნო კაბინის წინ მასწავლებელს ხელს არ მოკიდებს და არ გამოიყვანს, ან უხეშად აღარ მინდა ვთქვა, არ გამოიყვანს იქედან, სანამ დირექტორი ნებისმიერ მსგავს აქტივობაში შემჩნეული არ გათავისუფლდება საჯარო სკოლის პოზიციიდან და სანამ მასწავლებელი და სანამ ნებისმიერი მშობელი, რომელიც პარტიულ აქტივისტად არის, ეგ მაგას ვერ შევეხებით, მაგრამ მაინც თუ სკოლას ეხება და სკოლასთან ასოცირდება, სანამ ეს ყველაფერი სრულად არ გაიფილტრება და განათლება პოლიტიკის მინიმუმ არ იქნება ნორმალურად მიჩნეული. ვიტრიალებთ ბოდიში. შენ გინდა რომ მთავრობის მიერ დაფინანსებულ თავისი წესებით შექმნილ სკოლაში არ იყოს ამ მთავრობის გავლენა? მე ეს ილუზია გაქვს. მე ეს ანუ რას ნიშნავს ეს რომ ილუზია მაქვს თუ არა, ეს არის გამოსავალი. მე ამის როდესაც ამბობ, ხო, ეს ნიშნავს ამას, ხო? ესე იგი, მთავრობამ შექმნას რაღაცა სკოლა თავისი წესებით, თავისი დანიშნული დირექტორი, თავისი რაღაც დაწერილი სტანდარტები. არ არის მთავრობის, ეს კარგად უნდა გავიაზრო, უკვე შეცდომას დაუშვებთ. სკოლა არ არის მთავრობის. და თქვენი საძირკველი ეგ არის ზუსტად რომ და მეც გეთანხმებით თქო მაგაში ეგ თქვი. სკოლა დარჩება საჯარო სკოლად ისედაც როგორც არის, თქვენ სკოლა იმ მოტივით და იმ პროცესებით როგორც გინდათ შეიქმნება და ამას საზოგადოება დაუშვებს, მე ღრმად მწამს ამის, მაგრამ საჯარო სკოლის იდეა დარჩება ისეთად როგორც იქნება, მაგრამ იქნება სრულად პოლიტიკისგან დაცლი, რაც ფაქტობრივად იგივეა. კერძოს სინამდვილეში ეგ საჯარო სკოლები ხო არ არის ჩვენ რაც გვაქვს, ეს არის სამთავრობო სკოლები. სამთავრობო სკოლები, უბრალოდ ამას ჩვენ სახელს რომ ვარქმევთ, იმას ვარ ნიშნავს. და კარგი რაღაც ვით და გადავარქვათ სახელი და სამთავრობო სკოლები დავარქვათ. რაც არ უნდა და სახელმწიფოს არსობრივად მე რა გზას პარტიული სკოლები მაშინ. ჰიტლერი უგენდი რა ვიცი რაღაც ეგეთი. არ დაგვდოკონ უბრალოდ თუ ის გზა არ გავიარეთ, რასაც ქვია რომ ჩვენ ადამიანები შევთანხმდით რაღაცაზე მოვიპოვეთ ამის დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის შეიძლება ეს იყოს მათ შორის სამთავრობო წყაროც რაღაც გარკვეულწილად, აი ამ შემთხვევაში მოხდება საჯარო სკოლის ფორმირება. თორემ ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება ისე როგორც იყო. მე ამის მიმაჩნია და ამ სიტყვით დავასრულებ, დეპოლიტიზირება არის ის, რაც ყველა მშობელმა კარგად უნდა გაითავისოს თავის შვილს, როგორც მასწავლებელს ეკრძალება რაღაცები და სკოლაში მაგ ფორმატში პარტიული პროპაგანდა არ უნდა გაუშვას და ისე უნდა ასწავლოს თუ სწავლება გინდა რომ ეს ვერ ნაწილობ, არ ვეხები კონკრეტულ საგნებს, მაგრამ მაინც მშობელმა უნდა შეძლოს ეს. ასეთი მასწავლებლები, ასეთი დირექტორები ყველაზე კარგ კონტექსტს გულისხმობ და ეგ რასაც თქვენ გულისხმობთ, ცოტა საფეხურის ძალიან ბოლო სტადია მგონია, აქამდე რომ მივიდეთ. პირველ ეტაპზე დეპოლიტიზირება იქნება ყველაფრის მიმართ საჯარო სკოლებში ხსნა. მე შემიძლია შემოგთავაზოს იმდენად ღრმა თემა რომ რეპლიკა უბრალოდ როგორ შეიძლება ხო შენ თუ მაგალითად კონკრეტული პარტიის რაიმე
პროპაგანდას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ხო? თუმცა მე ესეც არ მიმაჩნია რაღაც მიუღებლად, თუკი დავუშვათ დისკუსია იქნება ჩვენ ნებისმიერ შენ სკოლაში, თუნდაც დღევანდელ საჯარო სკოლაში ორი რაღაცა პარტიის წარმომადგენლის ან ორი პოლიტიკური იდეოლოგიის. ხოლო ის რომ დეპოლიტიზირება მოხდეს საჯარო სკოლებიც ეს წარმოუდგენელია, რადგან სინამდვილეში ეს სკოლა ზოგადად რაც გვაქვს და ბევრგან მათ შორის არის პოლიტიზირების ინსტრუმენტი, სწორედ ის რომ შენ მიზნებში გიწერია რომ კანონ მორჩილი მოქალაქე გავზარდო და რაღაცა სახელმწიფო ინტერესები და თუმცა ამას ჩაშლა ჭირდება ჩემი მხრიდან და ცოტა სხვა თემა არის ჩემი აზრით და მაგას მიუხედავად იმისა რომ როგორც თქვენი საუბრიდან ირკვევა სამწუხაროდ განათლების სამინისტრო ისე აცხადებს რეფორმებს და თქვენ გამოცდილ მასწავლებლებს და ასე გულშემატკივარს მომავალი თაობისა არაფერს არ გეკითხებათ. მე შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ თქვენნაირ ადამიანებთან ერთად რომელიმე დღეს შევიკრიბოთ წინასწარ მომზადებული და აი ისეთ საკითხებზე თუნდაც როგორ არის თუ არა საერთოდ შესაძლებელი საჯარო ანუ სახელმწიფო ანუ სამთავრობო სკოლების დეპოლიტიზაცია თუ რაიმე სხვა გზით უნდა წავიდეთ, შეგვიძლია ცალკე მივუძვნათ ამას ერთი ან რამდენიმე საათიანი დისკუსია, რაღაც კონფერენციის მაგვარი და მივცეთ მაყურებელსაც საშუალება რომ პროფესიონალების მსჯელობას საჯარო მსჯელობას დააკვირდნენ შორიდან და იქნება აი ამით შევასრულოთ ის ფუნქცია, რაც თქვენ თქვით, რომ ბევრი წელი არის საჭირო ცნობიერების ასამაღლებლად. დეპოლიტიზირება თუნდაც ეგ არის, რომ ჩვენ მე არ ვთვლი ახლა თავს რაღაც ისეთ, მაგრამ გიორგი და სხვა მსგავსი ადამიანები არ არიან ჩართულნი ამ პროცესებში. ეგ არის ერთ-ერთი ბერკეტი. პირველი ნაბიჯი რომ დეპოლიტიზირება გაქრეს არის ის, რომ გიორგიც და იმათი წარმომადგენლიც ისხდნენ ერთ მაგიდაზე და ერთად წყვეტდნენ რაღაცებს. ხო, მაგრამ სანამ ეს არ ხდება, ჩვენ მხოლოდ ეს დაგვრჩენია, რაც ახლა მე აღწერე, რომ ალტერნატიული ხო, მაქსიმალურად გავაკეთოთ ალტერნატიული სივრცეები, სადაც ეს დისკუსიები გაგრძელდება და ამ გზით იქნებ უფრო მეტად ვიპოვოთ საღიაზრის მქონე ადამიანებმა, რომლებიც ჯერა რომ ძალიან ბევრი არის ამ ქვეყანაში, უბრალოდ ერთად შეიძლება არ არიან შეკავშირებულები და ერთმანეთს ვერ ხედავენ, ასეთ ადამიანებს დავანახოთ ერთმანეთი და შემდეგ უკვე რამე იქნება. შემდეგ ბლოკში ჩვენ გადავალთ უკვე საჯარო, სამთავრობო, სახელმწიფო უნივერსიტეტების ან უმაღლესი განათლების სერვისის მიმწოდებელი ინსტიტუციების ბედზე ვისაუბრებთ და მე მგონი კარგად გადაებმება იმ თემას, რომელსაც ჩვენი ბლოგი დავასრულეთ. პრობლემა პოლიტიკა და დეპოლიტიზირება. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და სხვა დროსაც სიამოვნებით გიხილავთ ჩვენთან. საუკეთესო არჩევანი, როცა რეიტინგული არხები გჭირდება. დაგვიკავშირდი ნომერზე 032 205 12 12. ჩაერთ Excel-ში სრულიად უფასოდ. Digital TV, შენთვის შექმნილი მაუწყებლობა. დავბრუნდით გადაცემის მეორე ბლოკში, როგორც შეგვიძლია საუბრობთ უმაღლესი განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმაზე და მეორე ბლოკის სტუმრები გახლავთ ნათია ფიფია, ისტორიკოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ნინო ლაპიაშვილი, ის გახლავთ ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორია, ორივე მათგანს მეც და საზოგადოებაც წლებია ვიცნობთ როგორც ზოგადად განათლების პრობლემების გულშემატკივარს და კრიტიკოსს და ამჯერადაც მათ ვთხოვე რომ ვისაუბროთ კრიტიკულად ცხადია იმ რეფორმის კონცეფციაზე, რომელიც მინისტრმა ახლახანს დაანონსა. თქვენ ორივე ერთ ჩვენს დედა უნივერსიტეტს, საჯარო უნივერსიტეტს წარმოადგენთ, მაგრამ ბუნებრივია მე მინდა გთხოვოთ, რომ ვისაუბროთ ზოგადად სახელმწიფო უნივერსიტეტების ბედზე. ნინო, თქვენგან დავიწყოთ, თუ არ იქნება წინააღმდეგი, რა ბედი ელის უახლოეს მომავალში თქვენი აზრით სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რამდენად რა ნაწილში შეიძლება იყოს სწორი მთავრობის ინიციატივა და რას გააკრიტიკებდით? 2009 წლიდან მუშაობ ივან ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვარ. ეს ინსტიტუტი დაარსა ევროკავშირმა 2007 წელს ევროკომისიის ინიციატივით
და მინდა გითხრათ, რომ ეს გასული ფაქტობრივად 2 დეკადის განმავლობაში ჩვენ ვქმნიდით პროგრამებს სამაგისტრო, სადოქტორო, საბაკალავრო საფეხურებზე და ეს იყო ურთულესი პროცესი. წლები წაიღო ამან, თითოეული პროგრამის შემუშავებას დასჭირდა 3-4 წელიწადი. და არც ერთი პროგრამა არ შემიქმნია იმის გარეშე, რომ არ შემესწავლა საუკეთესო გამოცდილებები, მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილებები. მე ვქმნიდით კონსორციუმებს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებისგან, ჩამოყავდა საერთაშორისო ექსპერტები, ყოველდღე ვატარებდით შეხვედრებს, ასეულობით შეხვედრას, რაღაცა ბენჩმარკები გქონდა, ესე ვთქვათ, და 6 თვის მერე, 12 თვის მერე წელიწადნახევრის შემდეგ წერდით მოხსენებებს, ანგარიშებს, ვეძებდით სისუსტეებს, სუსტმხარეებს, მე გქონდა პროგრამები აკრედიტაციაზე, სადაც კიდე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა გქონდა მაღალი და ბოლოს ვიწყებდით სტუდენტების მიღებას, აი ამ პროცესში ასევე ანალიზს ვახდენდით, რა შეგვეშალა და ყოველი მომდევნო პროგრამა იგეგმებოდა წინა გამოცდილებების გათვალისწინებით და ეხლა ჩემს ინსტიტუტში მოქმედებს 6 პროგრამა, აქედან 3 არის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა ევროპის უნივერსიტეტებთან. და აი ამ ყველაფრის გამოცდილებით, აი ამ გამოცდილების გათვალისწინებით, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ აი არაფერში ვერ გავიგეთ საერთოდ რა ბედი გველის, ან რატო ქვია ამას რეფორმა, რაღაცა რომელიც 3 თვის წინ დაანონსდა და უკვე კანონად გადაიქცა და მე რასაც ვხედავ, შიგნით არის გაურკვევლობა. არც ერთმა ფაკულტეტმა ბოლომდე არ იცის მისი ბედი როგორი იქნება, რომელ უნივერსიტეტს მიაკუთვნებენ, რა ფორმაციაში ვიქნებით. და ხო, აი, რაც მთავარია, იცით რა არის ყველაზე გულდასაწყვეტი, რომ გარდა აი ამ რაღაცა სისწრაფისა, რომელიც ვნახეთ, ხო, აი, რა ბოლომდე შინაარსიც ხელმისაწვდომი არ არის. და ზოგადია, ანუ რაღაც ლავირება შეუძლიათ და აი ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დროდადრო მერე შესაძლებლობა ექნებათ, რომ გადააკეთონ ეს ყველაფერი და როგორ შედეგს გამოიწვევს, ეს უკვე ცხადი არის, იმიტომ რომ ესე სწრაფად არ ხდება არათუ რაღაცა ქვეყნის მასშტაბით რეფორმის განხორციელება, არამედ ერთ პროგრამასაც ვერ აწყობს, სამთაში გამორიცხულია. ამიტომ ხო, ანუ გაურკვეველია ჩვენი ბედი, საერთოდ ყველას ბედი გაურკვეველია ახლა და საბოლოო ჯამში დაზარალდება საქართველო და მომავალი თაობა, რომელიც რაღაცა წვალებით შევქმენით წლიდან წლამდე რაღაცა პროგრესი გქონდა, მე ვზომავდით ამ პროგრესს და ერთი ხელის მოსმით შეიძლება გაქრეს ეს ყველაფერი. ხო და მე აი ამ დონეზე დაბრუნება იქნება ძალიან რთული. იმიტომ რომ ხო, უცებ მოშლა ყველაფრის ადვილია, მაგრამ მე ჩემი პერსპექტივიდან პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ აი წლების განმავლობაში ვიწვალეთ, რომ საერთაშორისო კონტაქტები დაგვემყარებინა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენთან ნდობაში შემოსულიყვნენ, საერთო პროექტები გაგვეხორციელებინა და ხო აი ეს თუ გაქრება მე აი ნდობის თავიდან მოპოვებას, რა ვიცი, ალბათ ძალიან ბევრი წელი დასჭირდება. ვიღაც ალბათ გეტყვით, რომ თქვენ ალბათ არ გეჩქარებოდათო, ბევრი დრო გქონდათო, ბიუროკრატიული გზით წახვედითო და რეფორმა თავის თავში გარკვეულწილად იმასაც გულისხმობს, რომ ხისტი გადაწყვეტილებები მოკლედ დროში იქნეს მიღებული და შემდეგ განხორციელებულიო. ნუ ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, თქვენი კრიტიკოსის პასუხი ამაზე. თუმცა მართლა შეუძლებელია არ დაეთანხმო ადამიანი იმას, რომ 3 თვეში ამ ტიპის
რეფორმების დაანონსება და მე უკვე განხორციელებაზე გადასვლა, რომ უკვე ყველაფერი მოვიფიქრეთ და გადაწყვეტილი გვაქვსო, როდესაც არანაირი საჯარო კონსულტაციები, მათ შორის არც სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელთან არ მომხდარა და ხურულკარს მიღმა შეიძლება რაღაცა იყო, მაგრამ ამის მოსწრება საზოგადოება არ ყოფილა, არც სახელმწიფო და არც კერძო უნივერსიტეტებთან, არა და ეს ინიციატივები ეხება ყველას ერთად, მათ შორის განსაკუთრებით მაგალითად სახელმწიფო ფინანსების გადანაწილების სტუდენტებზე მიბმის საკითხი, რომელიც აქამდე საშუალებას აძლევდა მრავალი წლის განმავლობაში ქართველ სტუდენტს, რომ თანხა, რომელსაც ის ერთიანი გამოცდებით მოიპოვებდა როგორც სტიპენდიას, წაიღო ან საჯარო სახელმწიფო უნივერსიტეტში, ან წაიღო კერძო უნივერსიტეტში და რაც ყველაზე მთავარია, ეს ქმნიდა კონკურენციას სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს შორის. ახლა საუბარია იმაზე, რომ თუკი მთელი ყველა თანხა, როგორც ეს იყო ჩემს სტუდენტობის დროს და მანამდე უფრო ადრეც ყველა სახელმწიფო ბიუჯეტის მთელი თანხა მოხმარდება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ხოლო კერძო უნივერსიტეტები იქნებიან ცალკე, როგორც ეს იყო 90-იანებში ან ცოტა მოგვიანებით. და შესაბამისად არასწორ სტიმულებს შექმნის, ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, აბიტურიენტებისთვის, რომ მათ ჩააბარონ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და ეს იქნება არა სამართლიანი კონკურენცია კერძო უნივერსიტეტებთან, რომელიცაც ყველა ხარჯის აწევა თავად უწევს და ის მცირე შეღავათიც კი, რომელიც საკმაოდ დაბალი თანხით სტიპენდიის სახით მიჰქონდა მათთან ჩარიცხულ სტუდენტს, ახლა ესეც მოაკლდათ. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს თქვენი პერსპექტივიდან? ხა ნათიასთან გადავიდეთ. ამჯერად დაფინანსებით დავიწყოთ, მაგრამ ცხადია სხვა საკითხებზეც შეგიძლიათ პირდაპირ ჩემი კითხვის გარეშე. დაფინანსების გადანაწილება სამახალ მეთოდს რაც გააჩნია, კი, ზოგადად ეს მეთოდი სხვადასხვა არსებობს, ეს რომ დავშვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს აფინანსებს სახელმწიფო. ხო, ჩვენი ამ თვალსაზრისით სხვათა შორის ერთ-ერთი უნიკალური იყო ნამდვილად, მაგრამ და კერძო უნივერსიტეტებს არ აფინანსებს, ეს კერძო უნივერსიტეტებმა შეიძლება დაფინანსების სხვა გზა მოძებნონ ან თვითონვე დააფინანსონ საუკეთესო სტუდენტები, იმიტომ რომ თავიანთი ალუმნები მე ისევ თავისი რეპუტაციისთვის ჭირდება და ასე შემდეგ და ეს მოდელი მიღებულია ბევრ ქვეყანაში. ეს ჩვეულებრივი ისეთი რამე განსაკუთრებულია, მათ არ გაუკეთებიათ. უბრალოდ ეხლა აქ არის აი რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე შეიძლება იმის თქმა საერთოდ რანაირად აქვთ ეს გათვლილი ბოლოს რა ტიპის სტუდენტს მიიღებენ, ეს კიდე ცალკე საკითხი არის ბოლოს. ამ რეფორმის ფარგლებში თუ ესე განახორციელებენ თუნდაც დაფინანსების საკითხს თუ ვინმე ჩანაფიქრში ქონდა ის რომ დაუშვათ მორჩილი სტუდენტობა მიიღო ამ თვალსაზრისით და უფრო ლოიალური მთავრობისადმი ამით ამაზე ვერ კამლენ თუ ეს უნდათ, იმიტომ რომ ნახეთ მაგალითად არგენტინაში ეს სიტუაცია არის, სახელმწიფო უნივერსიტეტებს აფინანსებს სახელმწიფო, კერძო უნივერსიტეტებს საერთოდ არ აფინანსებს, როგორც აქ არის ჩვენთან დაგეგმილი. არგენტინაში სტუდენტური მოძრაობა არის ძალიან ძლიერი. და მათი სტუდენტების გამოსვლის, სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების გამოსვლის ეშინიათ სიკვდილებით. ეხლა რატო? მე ჩავაბარე უნივერსიტეტში, მე გრანტი უკვე მომცეს, ბოლომდე უნდა მომცენ, იმას ხელს ვერავინ ვერ ახლებს. მე რაც არ უნდა ვიხმაურო ჩემი სტუდენტობის განმავლობაში სახელმწიფოს არ აქვს უფლება ის გრანტი მე წამართვას. ამიტომ აქ არის ეს მომენტი, რომ პრინციპში 90-იანებში დაახლოებით ასე სტუდენტები ვიყავით, ჩვენს პროტესტზე დავდიოდით და ერთი წამი არ შეფშინებია. ეს ცოტა ისეთი ანალოგია შეიძლება ვიღაცა შეიძლება მოეწონოს, ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ ფაქტობრივად ხო საბჭოთა პერიოდში სწავლა უფასო იყო. უფასო იყო და სახელმწიფო მოგცემდა და მე მიდიოდი უნივერსიტეტში და თუ რაღაცას ძალიან არ დააშავებდი, რაღაცას ვერ გაგრიცხავდნენ. რა მივიღეთ? ყველა დისიდენტი მოვიდა ასეთი უნივერსიტეტიდან. ამიტომ არ ვიცი ვის აქ ვინმე თუ ჩანაფიქრში აქვს ის რომ მიიღოს მორჩილი სტუდენტობა ამ რეფორმით მაინც ვერ მიიღებს. იცით, მიდგომა, ეხლა ამათ ეს მიდგომა აქვს. ვიღაცა შეიძლება სხვა მიდგომა ქონდეს, ჯობდა ის მოდელი, რომ მინდა წავალ კერძო უნივერსიტეტში, თქვა თავისუფალ უნივერსიტეტში და იქ დამიფინანსდება ნაწილი მაინც, მინდა წავალ იქ და იქ რაღაც სახელმწიფომ დამიფინანსოს, მაგრამ ეს უკვე მიდგომის საკითხია. ბოლომდე არც მემარჯვენება, მემარცხენეობის და ასეთი გადაწყვეტილების საკითხი არ არის, უფრო ისეთია რა, აი მინდა ასე გავაკეთე, მინდა ასე დავაფინანსებ. ხო, უბრალოდ გარკვეულ სტუდენტებს აძლევდა საშუალებას ამეტ არჩევანს და ცხადია რომ მეტი არჩევანი მაინც ყველა ვარიანტში უკეთესი უნდა იყოს სტუდენტის. არჩევანის საშუალება რა გამოჩნდება, ეს მე ყველაზე მეტად მაინტერესებს, იცით რა,
როდესაც გამოცხადდება რამდენ სტუდენტს მიიღებს სახელმწიფო უნივერსიტეტები და იმათ 100% დაუფინანსდება, როცა ეგ რაოდენობა გახდება ჩვენთვის ცნობილი, მერე თუ იმის კალკულაციას გავაკეთებთ იმის გათვალისწინებით 100%-ით რამდენს უფინანსდებოდა 70-ით, 50-ით და მერე ამას გადავაანგარიშებთ იმაზე რამდენს მიიღებს სახელმწიფო უნივერსიტეტები, რეალურად მერე შეუძლიათ თქვან, უფრო მეც უფინანსებენ თუ უფრო ნაკლებს უფინანსებენ. ჯერ არ ვიცით ეს ციფრები. რადგან ქამრების შემოჭერის პოლიტიკა უკვე დაანონსდა, მათ შორის ხანგრძლივობა მცირდება ბაკალავრიატის და მაგისტრატურის, რომლის არგუმენტიც ალბათ უფრო ქამრების შემოჭერა უნდა იყოს, ვიდრე პროფესორის ხარჯზე აპირებენ ალბათ და არა სტუდენტების ხარჯზე. ეს მაინც ელექტორატია, მომავალი ელექტორატი. ალბათ მაინც ეს უნდა იყოს მთავარი სტიმული მთავრობისთვის ამ ინიციატივას ასე ვარაუდობ და თავისთავად მეერწლიან მაგისტრატურაში მე პირადად ვერ ხედავ პრობლემას პირიქით, როდესაც საზღვარგარეთ მიღებული ერთწლიანი მაგისტრატურის განათლების აღიარების პრობლემა იდგა ხოლმე აქ, ეს უფრო პრობლემურად მიმაჩნდა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის განათლება მიღებული სტუდენტები მაგისტრის ხარისხს აქ ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ ეს სხვა თემაა, დაუბრუნდეთ ისევ ამ საკითხს. ანუ თუ არ იმუშავა ამან სტუდენტების ლოიალობის გასაზრდელად ან მათ დასაშინებლად, მაშინ ხომ უფრო მაღალი ალბათობაა, რომ იმუშაოს უკვე პროფესორის მათ კმაყოფილების გასაზრდელად ან მათ დასაშინებლად. თუ გვექნება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტების შორის, თქვათ იურიდიული ფაკულტეტი ექნება მხოლოდ ალბათ დიდი ალბათობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამედიცინო ექნება მხოლოდ ისტორიულ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ასე შემდეგ. ეს თავისთავად ქმნის უკვე იმას, რომ ერთ პროფესორს იქ რაღაც რეგულაციები ასევე იცვლება, მე მგონი რამდენ ადგილას შეუძლია ასწავლოს და იყოს სრული პროფესორი, აქამდეც არსებობდა ამის შეზღუდვები. ანუ თუ კი ერთი პროფესორი უკვე მიბმული იქნება ერთ უნივერსიტეტზე, გაცილებით უფრო მოწყვლადი იქნება ის ნებისმიერი ზეწოლის მიმართაც, ხო? რატომ არ იღებენ ამაზე ხმას მასიურად ადამიანები? დასრულეთ მე აქ არის ერთი რაღაცა. მარტო ეს მომენტი არ არის, რომ ერთი ადამიანი უნდა იყოს მხოლოდ ერთ უნივერსიტეტთან. ერთი პატარა ნიუანსიც არის, რომლისთვისაც შედარებით ნაკლებად არის ყურადღება მიქცეული, მაგრამ ინტერპელაციის დროს თქვა პრემიერმა ესეთი რაღაცა, რომ შეიძლებაო ასევეო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესიო. გრანტების რომელიც ხაშორ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პროფესორის აქტიურობისთვის. იმიტომ რომ პროფესორ შეიძლება ახლა კონდეს თავისი აკადემიური პოზიცია, პირობითად იქიდან თქვათ რა 700-1000 რაღაცა 1000-2000 ლარი კონდეს ხელფასი და ამას ემატებოდეს მეორე იმდენი, რასაც გრანტებიდან იღებს, რომელსაც რუსთაველის ფონდი გასცემს მასზე. შესაბამისად, ანუ ეხა ამ წუთისთვის გარკვეული αφილირება საჭიროა, მაგრამ ბოლომდე მთლად უნივერსიტეტთან αφილირებაც არ არის სავალდებულო, რომ რუსთაველის ფონდის გრანტი მიიღო და შენი კვლევა დააფინანსო. ეხლა ნახეთ თურმე როგორ შეიცვლება გრანტების გაცემის წესი. შენი მიმართულების ხელმძღვანელი, შენს უნივერსიტეტში, ან შენი დეკანი, რექტორი, უნივერსიტეტის ინსტიტუციის შიგნით მოხდება გრანტის გაცემა. ფონდი აღარ იქნება. ალბათ, ამისთვისო ეხლა ცალკე არსებობს ორგანიზაციაო, მაგრამო, მე აღარ იქნება. ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს და დადებითი მხარეც აქვს. გააჩნია, რომ ქვეყანაში ხან ნორმალურ ქვეყანაში ამას თავისი ბევრი დადებითი მხარე აქვს, იმიტომ რომ წესი და რიგით აი ეს სრული პროფესორი, ასოცირებული ასისტენტ პროფესორი რეალურად როგორ უნდა იყოს რა. სრული პროფესორი არის რაღაცა კვლევების ერთი დიდი ჯგუფის მეთაური, მასთან არის ასოცირებული რამდენიმე პროფესორი, რომელიც მას ამ კვლევების განხორციელებაში ეხმარება და ყავთ ბევრი ასისტენტი მართლაც, რომლებიც ლაბორატორიაში ან სხვაგან მათ ეხმარებიან რა. და რეალურად ერთ კონცეფციას, იმ სრული პროფესორის კონცეფციას, თუ მეორეც არის კიდე უკეთესი, იმას არის მორგებული ეს ყველაფერი და მე მასთან ერთ საქმეს ემსახურებენ, ერთ საკითხს იკვლევენ. დაუშვათ რაღაც ერთ წამალს იგონებენ და ჭირდება 10 კაცი რომ ამაზე მუშაობდეს. აქედან გამომდინარე რეალურად დაფინანსებაც მართლა ესე უნდა მოდიოდეს, ის ხელმძღვანელი უნდა წყვეტდეს, მაგრამ თავისთავად იდეურად კი არასწორი არ არის და განამისი პრაქტიკა მართლა არ არსებობს დასავლეთში, არსებობს უბრალოდ საქართველოში წლების განმავლობაში რუსთაველის ფონდმა თავისი ტრადიცია შექმნა იმითი, რომ ვთქვათ ფუნდამენტურ გრანტზე და სხვა გრანტებზე აგზავნიდნენ უცხოეთში.
ექსპერტიზაზე და ამიტომ მეტნაკლებად ანუ პრობლემა ამასთან დაკავშირებით არ იყო მეცნიერების უდიდესი ნაწილი მაინც ასე თუ ისე გულისხმებში მაინც ეჭვი მოიგებდა წააგებდა ეჭვი არეპარებოდა რომ ნამდვილად ობიექტურად იყო შეფასებული მეც მქონია ერთ შემთხვევა კიდეც მომიგია კიდე წამიგია თუ წამიგია იქაც ვიცოდი რატო წამიგია და ეხლა და ნუ ფონდმა ამ თვალს არის რაღაც გარკვეული ტრადიცია შექმნა შესაბამისად ეს გარკვეულწილად უზრუნველყოფდა ასე თუ ისე დამოუკიდებლობას თვითონ პროფესურისასაც იმიტომ ეს დამატებითი ფინანსური წყაროა და ასე შემდეგ თუ უნივერსიტეტის შიგნით იქნება ყველაფერი გეყოლება ერთი მიმართულების ხელმძღვანელი ერთი სრული პროფესორი და დანარჩენი ყველა ქვემდებარე ასე ვთქვათ და თუ ის გადაწყვეტს ვის მისცეს დაფინანსება და ვის არ მისცეს დაფინანსება საქართველოს პირობებში სადაც მივედით იქამდე რომ ქართველმაც კი არ შეიძლება სულ ყველა ისტორიკოსი შევკრიბოთ შეიძლება მაინც ვერ მივიღოთ ობიექტური შედეგი ჩემი გრანტი დასაფინანსებელი არის თუ არ არის ხო ასეთ სიტუაციაში შეიძლება რა თქმა უნდა სანდრობა დადგეს სანდრობის საკითხი და საერთოდ ისე შეიძლება უბრალოდ დაგეჩაგროს მომავალი ასე ვთქვათ იდეაც დაგეჩაგროს მომავალი დიდი მეცნიერიც დაგეჩაგროს და ასე შემდეგ ხო, აკადემიური თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენების საკითხი ცალსახად დგას და ხო გაურკვეველია კიდე ანუ დაფინანსების საკითხიც გაურკვეველია კიდე ერთხელ მათი ამ სწორად ახსენა რომ ჩვენ არ ვიცით რეალური რიცხვები რა დგას ამის უკან ხო ვარაუდების დონეზე ნამდვილად თანხების დაზოგვისკენ გადადგმული ნაბიჯია. მაშინ, როდესაც პირიქით უნივერსიტეტს, დედა უნივერსიტეტს თუ რამე სჭირდებოდა, ბიუჯეტის გაორმაგება კი არ, გასამაგება და გაოთხმაგება სჭირდებოდა, იმიტომ რომ შემდეგ რაც ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ხო, აი ეს დაფინანსების საკითხი არ გადაუხედავთ არსებითად 2250 ლარი ღირს წელიწადში. ძალიან დაბალია. ჩემი საბაკალავრო სტუდენტებს ზოგს მაგდენ თვეში ხელფასი აქვს მეორე კურსიდან. ანუ სასაცილოდ არ ყოფნით. აი თვეში გამოდის 187 ლარ ნახევარი ივან ჯავახიშვილის თვისახის უნივერსიტეტში სწავლობ. ყველგან სადაც 2250 187 ლარად ვერიპოვით ვერც ერთ ტრენინგ კურსს იმ რაოდენობის საათებს დაახლოებით 70 საათს ასწავლით ჩვენ ინსტიტუტში თვეში მეცაც. ხო, ყველგან ეს გამოდის 80 ევროცენტზე ნაკლები, ესე იგი უჩდება 1 საათი. ეს არის სასაცილო. თქვენ ახსენეთ მოტივები, ერთი მოტივი რომ აი სტუდენტების პროტესტი არ გამოიწვიოს, თქვათ, ხო, თუ თანხას გაზრდა. ხო, შეიძლება ესე თქვა მოტივებს ახლა ვერ ვიმსჯერთ, იმდენი მოტივი განიხილეს უკვე აზრიც არა აქვს ამ სპირალში შესვლას. მაგრამ ჩვენ ბოდიში არ გვიხსენებია კერძო უნივერსიტეტების თვის დაფინანსების შემცირების მოტივიც. ეს არა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ურტყამს გარკვეულწილად ეს რეფორმა, არამედ კერძო უნივერსიტეტებს აცლის თუნდაც იმ მცირე თანხას. და ანუ ეს მოაკლდება სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, იმიტომ რომ უკვე ჩანს, ანუ თუ ესეთი დაბალია გადასახადი, ხო? საიდუმლო არ არის, რომ უნივერსიტეტს მაგ შემთხვევაში ინტერესი აქვს მეტი სტუდენტი მიიღოს, რაღაცნაირად ხო უნდა გაისტუმროს აკადემიური სტაფის და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, ხო? ანუ თუ კიდე კვოტა შემცირდება და გრანტი იგივე რჩება, ხო, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ დაფინანსება შეწყდება. რატომ უნდა ავნო თუნდაც დედა უნივერსიტეტს ესე ხო ესე ვთქვა თან მეორე არის რომ თითქოს ჩანს რომ კარგი სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რაღაც ექსკლუზიური რაღაც უფრო ხო აი იმიტომ რომ გრანტზე ექნება ხელმისაწვდომი ხო ესე არ ხდება გაპრესტიჟულება უნივერსიტეტ არ ხდება თუ სურვილი არსებობს რომ რაღაცა ექსკლუზიური და ძალიან პრესტიჟული გახადო ისე სახელმწიფო თუნდაც დედა უნივერსიტეტი ეს ან პირიქით დაფინანსების გაზრდით უნდა გააკეთო ეს აუცილებლად, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ 13, 14, 15 წელიწადი ერთი და იგივე ხელფასი კონდეს ადმინისტრაციულ აკადემიურ პერსონალს ერთიანად, ხო, და ვერ მოამატო. და სწავლის გადასახადი სულ ერთი და იგივე იყოს. და გრანტის რაოდენობაც.
უნდა გაუზარდო ხელფასები და რაც უნივერსიტეტს ეხლა ყველაზე მეტად აკლდა, ზუსტადაც იყო ეს კვლევის კომპონენტი, ხო? ის რომ კვლევა გამხორციელდეს, კი ბატონო, ან რუსთაველის ფონდში, ან საერთაშორისო ფონდებში, ხო, ძალიან რთულია. როცა ესეთი დაბალი ხელფასებია, აკადემიურ პერსონალს უწევს, რომ ბევრი სალექციო საათები აიღოს უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტში ირბინოს 90-იან წლებში გემახსოვრებათ ეკა ჩვენ ყავდა იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიურ პერსონალი რომელიც დაღლილი მოდიოდა ლექციებზე იმიტომ რომ 5-6 უნივერსიტეტში ასწავლა ეხაც ესეთი სიტუაცია ხანდახან ამბობენ რომ დამავიწყდა რომელ უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი და ლექციას აწა ეს კარგი ცხოვრებისგან კი არ არის იმ ცუდი ცხოვრებისგან რეალურად ხელფასები დაბალია და ყველას მოწვეულიდან დაწყებული სრული პროფესორის ჩათვლით სჭირდებოდა ხელფასების გაზრდა. არა თუ შტატების შემცირება და სხვის ხარჯზე გამსხვილება, არა, პირიქით და ამ დროს ჩვენ ვიგებთ, რომ მცირდება ეს წლების რაოდენობა, ეს დაარტყავს ბიუჯეტს. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ 4 წლის ნაცვლად 3 წელი და 2 წლის ნაცვლად. ესე იგი, ხო, ან უკვე ცალსახა რა მდგომარეობა გვექნება და მეორე რომ იმის ნაცვლად რომ პირიქით შემოეტანათ დამატებით თანხები კვლევების გაზრდისთვის რომ შენ ახლა ამდენი გრანტის წერა ხო წვალება რაღაცა დამატებითი სტიმული შექმნილი იყო ხო რომელიც გაიზომებოდა ობიექტური რეიტი ვთქვათ რა ვიცი მე peer reviewed სამეცნიერო ჟურნალში მაღალი ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნება ხო სტატიის კი აი ესეთი კრიტერიუმით გაზომვადი ხო რაღაცა ის დამატებით დაფინანსება შემოეტანათ ამაზე საუბარი საერთოდ არ არის და რაღაცა შტაბეჭდილება მრჩება რომ გაღარიბებულები ვიყავით და უფრო მეტად გავღარიბდებით რაც ნუ რა თქმა უნდა ცუდი არის მე ამ სამწუხაროდ ამას ხედავ და პირიქით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არაჩვეულებრივი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ყველაზე წარმატებულები ვართ და ჩვენი შურთ დასავლეთში, ხო, რაღაცა სხვა მოლოდინი იქმნება. ამ დროს რეალურად ხა შიგნით გაურკვევლობა კიდე ყველაზე ცუდია, ხო, სტრესია. არიციან ვინ დარჩება სრულ პროფესორად ხადია თუ კი წლებების რაოდენობა მცირდება, ბიუჯეტი მცირდება, შემდეგ ეტაპზე აუცილებლად უნდა გამოიწვიოს ამან წესით შტატების შემცირებაც და შესაძლოა შტატების შემცირების შემთხვევაში უკვე პოლიტიკური ნიშნითაც ისე მარტივად მოხდეს ადამიანების შემცირება, რომ არც არავინ დარჩეს, ვინც ამას გამოეკიდება და ამკვეთს და წინააღმდეგობას გაუწევს თუ თქვა პოლიტიკური ნიშნით დაიწმინდება და დასუფთავდება უნივერსიტეტი ცოტა უფრო მე ამბოხებ პროფესორისგან ამასაც ვერ გამოვირცხავთ შემდეგ ეტაპზე. ასევე უნდა აღნიშნოთ დაფინანსებასთან დაკავშირებით უცხოელი სტუდენტების ფაქტორი, რომელმაც ზოგადად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უმაღლესი განათლების ეტაპზე სერიოზულად გაუზარდა უნივერსიტეტებს, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შემოსავლის ჯამური შემოსავლები, იმიტომ რომ ეს იყო ალტერნატიული წყარო, სადაც 2250 ლარად ნამდვილად აღარ სწავლობენ უცხოელები, მათ განსხვავებული ტარიფი აქვთ ინგლისურ ენაზე სწავლობენ, ზოგადად უფრო მეტი მოთხოვნებიც აქვთ სამწუხაროდ ქართველი აბიტურიენტებისგან განსხვავებით, მქონია ამასთან მეც პირადად შეხება და შესაბამისად უფრო დეტალურად მახსოვს ეს ყველაფერი ჩემი წინა გამოცდილებებიდან და გარკვეულწილად გაზარდა კიდეც კონკურენცია უნივერსიტეტებს შორის და შესაბამისად მე ჩემი აზრით ხარისხიც სწავლის საერთო ჯამში ინფრასტრუქტურის ხარისხი და შემდეგ ყველაფერი გაუმჯობესა. თუ ამ შემოსავლის წყაროს წაართმევენ სახელმწიფო უნივერსიტეტებს, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი სრულად გახდებიან დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე და ამან შეიძლება დააბალანსოს პრესტიჟის საკითხი, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობდით, იმიტომ რომ უკვე უნივერსიტეტს არა იმის გამო აირჩევს აბიტურიენტი, რომ ის პრესტიჟული არ ამად, იმიტომ აირჩევს, რომ ის დაფინანსებულია სრულად და არ ემუქრება მის გრანტს არანაირი საფრთხე, არც დამატება არაფრის არ მოუწევს და შესაბამისად, როგორც 90-იანებში ვაკეთებდით არჩევანს უფასო სწავლაზე, ეს იყო მთავარი პრიორიტეტი, მაშინ ძალიან ბევრისთვის და ამის შემდეგ ფიქრობდით უკვე
უფასოებს შორის რომელი იყო უფრო კონკურენტული და ხარისხიანი, ისევ ამ არჩევანის წინაშე დადგებიან აბიტურიენტები და მათ აღარ იქნებათ იმის ფუფუნება, რომ წავიდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში, წაიღონ თავისი გრანტი და იქ ისწავლონ, სადაც უნდათ. რა ხდება თქვენ გარშემო ეს მასწავლებლების პროფესორის პროტესტი არ ჩანს? არ იგრძნობა. იყო აქციები, ნახე, გარკვეული ღონისძიებები გაიმართა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად არ ისმის ხმა. რატო? პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ განხორციელდა იქნებ ჩვენები დალაგდნენ, ეს ხომ არ არის, რომ ყველა დარწმუნებული ვარ ყველა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ახლა სათითაოდ ცდილობს თავისი უნივერსიტეტი გადაარჩინოს და ამ რეფორმის ფარგლებში საუკეთესო პირობებს გამორჩეს და მოელაპარაკოს. საერთაშორისო არც ამ მომენტისთვის არ მგონია რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტმა ზუსტად იცოდეს რა დაემართება. არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ისინი ახლა კონკურენციაში არიან ერთმანეთთან ვინ უკეთესად მოაგვარებს. ვინ უკეთესად მოაგვარებს რაღაც თვალსაზრისით გარდა ამისა გადარჩება. ბუნებრივია ახლა რაღაც პირდაპირ თქვათ ან ერთი ან მეორე უნივერსიტეტისადმი მთლიანად ესე განადგურება და უთხრან უცებ რომ კი არსებობს რაღაცა რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელსაც ფაქტობრივად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ყველაფერი, რაც იმ უნივერსიტეტებს აქვთ. და შესაბამისად უცებ შეიძლება უთხრან, რომ თქვენ საერთოდ არ გჭირდებით. შეიძლება ეგეთი რაღაცაც მოხდეს, მაგრამ ასე რადიკალურად შეიძლება არ მოხდეს, ესეთი რადიკალური სცენარით არ წარიმართოს და ასე ვთქვათ, გადაანაწილონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეს სპეციალობები, იქ სხვა უნივერსიტეტს სხვა სპეციალობები და ასე შემდეგ. და ბუნებრივია, ხა იქნება აქ მომენტი, დავა იმასთან დაკავშირებით, რა არის უფრო რომელი უნივერსიტეტისთვის უფრო ტრადიციული. ესე რომ შევხედოთ, აი მაგალითად თუ სხვა უნივერსიტეტებზე ვისაუბრებთ, ვიცით ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, ფილოსოფია, სამართალი, ასე შემდეგ. ამავდროულად ივრის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, უცხოენებიც, უცხოენების უნივერსიტეტი იყო და ასე შემდეგ, თუმცა უცხოენები ასე. ანუ დავაბრუნოთ 90 დაახლოებით 2000-იანებამდე როგორი განაწილებაც იყო საბჭოთა ტრადიციების. განაწილებაც იყო დაახლოებით აი ესე შეიძლება ესე მოხდეს. შეიძლება ასე არ მოხდეს, არ ვიცი. ხა ყოველ შემთხვევაში ყველას მოლოდინი ეს არის რაც გვინახავს. დაახლოებით ესე უნდა მოხდეს თუ მართლა აი ამ ტრადიციის და იმას გაყვებიან და თუ იმსჯელებენ, შეიძლება რაღაც უფრო რადიკალური სურათი მივიღოთ და რაღაც სხვანაირად მივიღოთ, ან შეიძლება თქვათ ისეთმა უნივერსიტეტებმა რომელსაც ასე ვთქვათ დუბლირებული აქვს, იგივე პროგრამები აქვს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და თუ თქვენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უეჭველი დარჩება და მაშინ იმა გადაწყვეტა ლოკაცია შეიცვალონ. ანუ ეს რაღაც მოლაპარაკების საკითხი გახდება ალბათ. რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს? აკეთებენ, ჩვენ არ ვაკეთებთ. რატომ აკეთებთ? ნუ რა ეს არის უბრალოდ ამათი ხედვის საკითხი, ესე გადაწყვიტეს, მაგრამ ეხა რა თქმა უნდა შეიძლება სხვანაირადაც გაკეთებული იყო, არაფერი არ შეცვლილი იყო და ახლობით ისეთნაირად დარჩენილი იყო, როგორც დღეს არის, მაგრამ საერთო ჯამში მე დიდხანია თვით სახელმწიფო უნივერსიტეტში ვარ და მინდა გითხრათ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, თავისებურად ამოწურა თავისი თავი, იმიტომ რომ შიგნიდან რაც მინახავს თუნდაც ამ აკადემიურ პერსონალთან დაკავშირებით და თავის ანუ სწავლების მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაძლებელი ნამდვილად არის. მე მგონი ამაზე ყველა მაშინ ლოგიკურად მინდოდა ამ კითხვამდე მისვლა და ბარემ თქვენი პასუხიდან გადავალ. რომ არ იყოს ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები ასე ჩამოკიდებული და აი ხვალიდან რო უფრო მეტად იქნება ჩამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე და ნებისმიერი მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე. რომ იყოს ყველა ერთმანეთთან კონკურენციაში იყოს კერძო და არ ვითხოვდეთ ჩვენი დედა უნივერსიტეტების უკეთესად დაფინანსებას და ამის ნაცვლად ვითხოვდეთ მათ სრულად გათავისუფლებას და თავისუფალ ცურვაში. გადარჩება ზოგიერთ გადარჩება ბუნებრივია, მაგრამ აი ეს იქნებოდა ალბათ რადიკალური რეფორმა, მართლა რომელიც რა თქმა უნდა შეიცავს რისკებს, მაგრამ ძლიერები აუცილებლად გადარჩებოდნენ და საბოლოო ჯამში მივიღებთ ამაზე სპარემ თქვენი მოსაზრებით. ხდებით, მე მგონი რომ საუკეთესო არის ის ვინც კონკურენტულ გარემოში გადარჩება, ნუ ხანდახან არის საჭირო რომ რაღაც დარგებს დაეხმარო, ხო, მაგრამ
საბოლოო ჯამში კონკურენცია გადაწყვეტს ვინ უნდა იყოს, ხო? ბაზრი ერთი ეს პრინციპი, მეორე რაც წინა კითხვაში ახსენეთ, უცხოელი სტუდენტებისთან ხო ეს თქოს რომ სახელმწიფო უნივერსიტეტს თან კომერციალიზაცია რა საჭიროა და ხო მარტო ეგ არ არის, ანუ მაგამ ბავშვიც გაურკვევლობაში ვართ. ეხლა მაგალითად ჩემთან ინსტიტუტში ჩვენ ყველა პროგრამა ინგლისურ ენაზე ვახორციელებდით, ვიდრე საბაკალავრო არა ვაწყე, საბაკალავრო ბილინგურია, ქართულ ინგლისურ. აი, როდესაც ერაზმუსის მივლინებები დაიწყო 2004-ში. ჩემს აუდიტორიაში ვითარება შეიცვალა რადიკალურად, როგორც კი პირველი ერაზმუსის სტუდენტი მე პატარა ჯგუფები მყავდა, ეხა ბევრი ვართ ბაკალავრიატი რადგან მაქვს, მაგრამ პატარა ჯგუფში შეიცვალა ვითარება, შეიცვალა სტუდენტის მენტალიტეტი, დამოკიდებულება სწავლისადმი, ის როგორ სერიოზულად მოეპყრო. სხვა კონკურენცია. ხო, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ეს 1125 ლარი თუ 2250 ლარი ბევრი სიამოვნებაში ბევრი არ არის და პირიქით სტუდენტები ამ გადასახადს აგდებულად უყურებდნენ, ბევრი მათგანი ყოველ შემთხვევაში ჩემთან ინგლისურენოვან პროგრამაზე ენა რო იცის სტუდენტმა და რაც ხო თავიდანვე დასაქმებული რო არის და უცებ ნახეს ევროპელი სტუდენტი, გერმანელი, ფრანგი სტუდენტი, ნიდერლანდებიდან ჩამოსული სტუდენტი, რა ვიცი, ბრიტანელი სტუდენტი და მათ გარშემო სამყარო შეიცვალა, ამან შეცვალა ლექტორების დამოკიდებულება და წარმოუდგენლად შეიცვალა სწავლების ხარისხი, დონე, მეთოდები, ხო, აი საბოლოო შედეგები არის learning outcomes-ს ვეძახით, ხო, აი იმ მიზნებზე გასვლა სხვანაირად გახდა შესაძლებელი, რა ჩვენ პროგრამაში გვიწერია, ხო, სწავლის შედეგების გაზომვა სხვანაირად დავიწყეთ მე და ეს იყო რაღაც ერთგვარი რევოლუცია მოხდა, ხო? ეხა მაგასთან დაკავშირებითაც გაურკვევლობა, ანუ თქვენს რომ გამონაკლისი იქნება, მაგრამ კონკრეტულად არ ახსნეს რა გამონაკლისი, აი რა თქვით რომ რატო არა პროტესტებენ? გაურკვევლობა, აი მაგალითად ოცნების ხარდამჭერებმაც გააპროტესტეს ის რომ ბოლონის პროცესთან თავსებადი აღარ იქნება სასკოლო სისტემა, ხო, მე-12 კლასი. მან უკან დაიხია მთავრობამ და არჩევანი დატოვეს. იმიტომ გაიხიეს რომ გარკვეულობა იყო. ჩვენ ხო ხა უმაღლეს განათლების გარკვეულობაში ვართ. იქ გარკვეულობა იყო კონკრეტულად დაინახეს რომ აი მე-12 კლასი რო აღარ იქნება ჩვენი შვილებისთვის ეს არის პრობლემა და გააპროტესტეს. აქ ჯერ ვერ გაიგებ რა უნდა გააპროტესტო. არავინ ვიცით ჩვენი ბედი რა აქედან დავწყ. ვინ რჩება, ვინ მიდის, რა კონფიგურაცია, რა დაფინანს, რა სტუდენტების კოტას გვიტოვებენ, ხო? აი ჩემი დავიწყეთ, აი ძალიან პატარა ინსტიტუტი იყო. ეხა ინსტიტუტი არის მთლიანად, რასაც ქვია self sustainability დასავლეთ დონორებს რო უყვართ, მაგას თქვა შენ თავს ინახა. მდგრადი. მთლიანად მდგრადია ინსტიტუტი. არც ფაკულტეტის დაფინანსება გვჭირდება, არც უნივერსიტეტის დაფინანსება გვჭირდება. პირიქით, ჩვენ გავხდით საერთო ბიუჯეტში კონტრიბუტორები, მცირე თანხით, მაგრამ მაინც ხო ვეხმარებით, ხო, რაღაც. ესე იგი, ჩვენ ყველაფერს თვითონ ვფინანსებთ ჩვენ თავს. კარგი, ავტორიზაციას დაგვასახელეს როგორც საუკეთესო best practice, საუკეთესო ესეთი პროგრამა, ხო რა. რაღაცაში გაზომვადი ხო უნდა იყოს, მაგრამ მე არ ვიცით რა ობიექტურ კრიტერიუმებს აიღებენ, ვინ დარჩება, ვინ წავიდეს, ვინ სად გადანაწილდეს, რას დაეყრდნობა, ეგეც გაურკვევლია. მე თქვეს რომ აი მაღალი ხელფასი უნდა გქონდეს სრულ პროფესორებს და დანარჩენებზე რაღაც ვერაფერი. ეგ ხო უნდა ვივარაუდო, სხვებში აუმცირდებათ. თუმცა ხარისხს ხო იმით ვქნით, რომ ჩვენთან ყოველ შემთხვევაში ესე იყო, რომ ნენა ვცდილობთ გაგვეზარდა ხელფასები, ხო, ჰონორარები. მithumetes ინფლაციის პარალელურად გადაუვალია სხვაგვარი შეინარჩუნა. ეს თუ აღარ იქნება, ხო, ეს თუ აღარ იქნება, მაშინ რითი უნდა დაინტერესო აკადემიური პერსონალი, რომ მარტო ქართულ ენაზე კი არა, ინგლისურადაც იკითხოს, რომელიც ორმაგი შრომა, სამაგი შრომაა, ხო? და თურმე ეს ენთუზიაზმზე უნდა აკეთოს, ხო, აი ამიტომ აი ჯერჯერობით სად რა უნდა გააპროტესტო ვერ გაიგებ, ხო? მე თქვეს რომ ეს უნდათ იმიტომ რომ გაიყიდოს შენობები, ხო? ეგეც ზუსტად არ ვიცით. ანუ ესეთი გაურკვეველი ვითარება ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა ამ სივრცეში და
საიდანაც უნდა ყოფილიყო დაწყებული რეფორმა, იქიდან არ დაიწყეს. აი, ერთს დავამატებ თუ შეიძლება. მე ყველაზე დიდ პრობლემას ხედავდი იმაში, რომ სკოლიდან რომ მოდიან საბაკალავრო პროგრამაზე უდიდესი ჩავარდნა აქვს სტუდენტებს და ჩვენ პირველ კურსერებთან გვიწევს არნახული შრომა და ცალკე მოლაპარაკებებია გასამართი ლექტორებთან, რომ გთხოვთ პირველ კურსელებს ასწავლოთ. არავის უნდა იმ ხელა შრომა, ხო? ამაზე არ უფიქრიათ, რომ სკოლაში რაღაცა დიდი პრობლემა არის და მე იმას უნივერსიტეტის გამოსასწორებელია შარშან დაგვიძახეს, რომ ქართული უნდა ასწავლოთ. მე აღვშფოთდით, იმიტომ რომ შენ რატო არ ასწავლე 12 წელი? ქართული ვის? ბაკალავრი. ქართულ ბავშვს 12 წელი რატო არ ასწავლე? შენ რატო მაიძულებ მე როგორც სახელმწიფო რომ კრედიტი დავამატო, კიდე ამაზე დრო დავხარჯო, თანხა დავხარჯო და მე ეს დავაინტეგრირეთ აკადემიური წერის კომპონენტში რაღაცა, ხო, რატო გამოგვაგონებინეთ ახალი რამე, ხო? ანუ რაღაც ესე დიდი ჩავარდნა თქვენს ალბათ წაკითხული შინაარსის ნაწილში რომ სამაყო ადგილზე გავედით პიზას ტესტებში ალბათ მასწავლე ხო მაგრამ ეს ხო იმის სკოლის გამოსასწორებელია და არა უნდა ყველაფერი ჩვენი გამოსასწორებელი რატო არის ხო თქვენ უსმენდით პირველ ბლოკს ალბათ ახალი ფორმების შემოღებით და ერთნაირი სახელმძღვანელოებით ყველა ბავშვის სწავლებით ალბათ ეს პრობლემა გადალახული იქნება და აღარ მოგიწევთ პირველ კურსზე ქართული ენის სწავლება ქართველი ბავშვებისთვის სულ რამდენიმე წელიწადი უნდა გაუძლოთ და შემდეგ ეს რეფორმა აუცილებლად გამოიღებს შედეგებს. რათია გადმოვალ იგივე შემაჯამებელი კითხვით იქნებოდა თუ არა პრინციპში ამაზე უკვე გამეცეთ პასუხი რომ თანაბარ კონკურენციაში დაგვენებებინა თავის სახელმწიფოზე ჩამოკიდებ უნივერსიტეტების აკიდებისთვის და ოდესმე მომავალში, როდესაც გვეყოლება ცოტა უფრო საღად მოაზროვნე მთავრობა, რომელიც შეიძლება იმ ბერკეტს, რაც გულისხმობს სკოლების და უნივერსიტეტების სახელმწიფო პარტიის გავლენის ქვეშ ყოფნას და იქნებოდა შემდეგ. იქნებოდა თუ არა ეს გამოსახული. ჩვენ სასურველ მომავალს მაშინ ვიტყვი. მეც ზოგადად მგონია რომ საერთოდ სახელმწიფო არცეთი არ უნდა იყოს, არცეთი უნივერსიტეტი. თლიანად კერძო უნდა იყოს ყველა. ბევრად უფრო ჯანსაღად მოიქცევიან, ასე ვთქვათ რა და უფრო სხვანაირად კონკურენტულ გარემოში თავის თავს უფრო კარგად მოუვლიან. იმ შემთხვევაში თუ მივედით იმ მდგომარეობამდე რომ უმეტესი წილი უნივერსიტეტებისა იყოს უფრო კერძო ან ძალიან ავტონომიური ან რაღაცა ბუნებრივია ეს კარგი იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამას პირი არ უჩანს, მაგრამ ნახეთ როგორ არის საქართველო რაღაც მომენტში თითქოს მიდის უფრო სოციალ-დემოკრატიის კუთხით. ის რაც გერმანიამ გააკეთა მეორე მსოფლიო ომის მერე. დიდწილად დაფინანსება social welfare-ი, რასაც ქვია და დაფინანსება, ასე ვთქვათ, ბევრი ასპექტის იქ რაღაც ჯანდაცვის დაფინანსება, სწავლის დაფინანსება და ასეთი მთლიანად სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო თავის თავზე იღებს მოქალაქეებზე ზრუნვას და ზრუნვის ეგიდით მათ თუ იქ მაშინ მეორე მსოფლიო ომის მერე, როდესაც ეს გააკეთეს დაუშვათ იქ გერმანიაში როდესაც ჯანდაცვის პროგრამა ბრიტანეთში შემოიღეს მერე და ასე შემდეგ, ეს ძირითადად იყო განპირობებული სხვათა შორის მარქსიზმის შიშით. და საბჭოთა კავშირის შიშით, რომ აი ოღონდ ეგ არ გახდეს პოპულარული და მოდი ხალხს რაღაც მივცეთ. იქ ან გადასახადები გავზარდოთ და ამის ხარჯზე, ასე ვთქვათ, გავზარდოთ დახმარების პროგრამა. ასეთ ქვეყნებში, როგორც ეს გადასახადები არის ძალიან მაღალი. ჩვენ შემთხვევაში ეს გადასახადები ესეთი მაღალი არ არის. და თუ გადასახადები მაღალი არ იქნება და ეს ამხელა დაფინანსება წავა ბევრ რაღაცაზე, საიდან ეს ამხელა ბიუჯეტი საიდან გვაქვს? მაშინ, ანუ საიდან არის ეს დაანგარიშებული რომ ამას ეს ნიშნავს რომ შემდეგ ეტაპზე ესე იგი გადასახადებს გაცილებით უფრო ან აწევის პერსპექტივა ელის, ან აგეთ ჯარიმებით მაგალითად ბიუჯეტი მე მგონი ძალიან კარგად ივსება, იმიტომ რომ მარტო ხო არა, არ ეყოფა ცხადია, მაგრამ პოლიტიკა იმისკენ მიდის, რომ გამონაკლისოდ ყველანაირი ტიპის ჯარიმა. როგორც შევარდნაძის დროს იყო ფასიანი, უფასო სექციები, ხო, უფასო იყო რაღაც
ელიტარული. არა, ჯერჯერობით ეს არ დავუანებს. ჯერ არ დავუანებს. რომ ყველა ვინც ისწავლის უფასოდეს, ვინც ჩაირიცხებაო. თუმცა კითხვა საიდან, ხო, ყველას გვებადება კითხვა, რომ საიდან მოაქვთ მაშინ თანხები და ხო, ერთი ეგ განხილვის რეფორმა, ძვირი რეფორმა, ის რასაც ეს ამბობენ რომ თლიანად განხორციელდეს, თავისი ინფრასტრუქტურული ჩანაფიქრით იქ და იმის დაფინანსებით ძალიან ძვირი იჭდება. მე პირველ რიგში, როდესაც ამაზე პირველად მკითხეს აზრები, ვიკითხე ზუსტად ეს საიდან. ანუ ფინანსურად საიდან იქ რაღაცა ყველა რამდენიმე ქალაქში უნივერსიტეტის აშენება თავისი მთლიანი კამპუსებით იქ ან გადათამაშდება სავარაუდოდ ხო, პროგრამა. და რეალურად იგივე სიტუაცია იქნება და იგივე ბიუჯეტი ექნება ყველაფერს. მაგრამ იქ ინფრასტრუქტურის აშენებას მაინც კიდე დიდი დრო უნდა. იქ კიდე დიდი რესურსი უნდა. ცოტა სკეპტიკურად უყურებ, რამდენად შესაძლებელია. ნახოთ, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ამ თემაზე ჩვენ კიდე მოგვიწევს ვატყობ საუბრის გაგრძელება თქვენთან ან სხვა ამ თემის გულშემატკივრებთან ერთად მომავალშიც, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ახდენს ჩვენი რეალობის და ჩვენ მომავალი თაობის ფორმირებას და რამდენიც არ ვისაუბროთ იმაზე, რომ უკეთესი გზა იქნებოდა ყველა კერძო იყოს, ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჯერჯერობით არის გამომდინარე სხვადასხვა წინაპირობებიდან და სტიმულებიდან სახელმწიფო მართველი პარტიების, ვინც არ უნდა იყოს ის ხელისუფლებაში, მათი გავლენის ქვეშ და მათი ბედი წყდება ასე ვთქვათ, ზემოდან როგორ გადაწყვეტენ აი ამის მიხედვით, რომელ მინისტრს როგორ მოუნდება ეს იქნება ეს საშუალო განათლების ეტაპზე თუ უმაღლესი განათლების ეტაპზე, ამიტომ ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ვეცდებით, რომ ხალხის ყურადღება ამ თემას მივაპყროთ პერიოდულად და უფრო მეტი თანამოაზრები პოვოთ, ვინც კრიტიკულად შეხედავს დაანონსებულ რეფორმებს და მხოლოდ აღტაცებით არ დაუკრავს ტაშს, როდესაც გაიგონებს, რომ რაღაც გახდება უფასო და რაღაცას სახელმწიფო დააფინანსებს, იმიტომ როგორც წესი, ყველა უფასოს უკან იმალება რაღაცა სათაგურში და ამიტომ ყოველთვის გვჭირდება, რომ ვიყოთ, გქონდეს 10 თვალი და 10 ყური და ვიყოთ ყურადღებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გემშვიდობებით. ძრაფით.